დღეს ჩვენ საუკუნეებსა და კონტინენტებზე მოგზაურობას დავიწყებთ. აცტეკ მეომრის პოპოკატეპეტლის ცეცხლოვანი გულიდან, რომლის სიყვარულიც კვამლიან ვულკანშია უკვდავი, სპარსული ღმერთების მითრასა და ანაჰიტას ოქროსფერ ჰარმონიამდე, სინათლისა და წყლის კავშირამდე, რომელმაც სიცოცხლე მისცა მსოფლიოს. ჩვენ ჩავიხედავთ მაიას ცაში, სადაც მზე და მთვარე განწირულნი არიან მარადიული, მაგრამ წარმავალი შეხვედრისთვის მზის ჩასვლის პირას. ყველა კულტურაში, ჩვენი უძველესი დედამიწის ყველა კუთხეში არის ისტორიები, რომლებიც ამოტვიფრულია არა ქვაზე, არამედ თავად ცასა და გულებში. ეს არის მითები, რომლებიც ხსნიან, თუ რატომ დგანან მთები ასე ახლოს, რატომ ტირისცაცვი მისგან და რატომ ეხებიან ვარსკვლავები მხოლოდ ხანდახან. თუ აფასებთ უძველესი ლეგენდების სილამაზეს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ ამ მარადიული ისტორიის ახალი თავები. მოემზადეთ. ეს ლეგენდები მხოლოდ ზღაპრები არ არის. ეს იმის დასტურია, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს კვდება, ის მხოლოდ ფორმას იცვლის, რათა გახდეს სამყაროს მარადიული რიტმის ნაწილი. პიგმალიონისა და გალატეას მითი მშვენიერი ისტორია სუფთა სურვილისა და ხელოვნების ძალაზე, რომელსაც შეუძლია სიცოცხლე შთაბეროს არსებობას. კვიპროსის კუნძულზე, სადაც ქარი მარილისა და მირტის სურნელით ტრიალებს, ცხოვრობდა მოქანდაკე, სახელად პიგმალიონი. ის ქვის ოსტატი და სულის მჭრელი იყო. მის ხელებს შეეძლოთ მარმარილოსთვის ცოცხალი სუნთქვის ჩასუნთქვა, მაგრამ მისი გული მარტოსული და სიმწარით სავსე იყო. პიგმალიონი სძულდა თავისი დროის ქალებს, მათ ამავებას, მათ წარმავალნებებს. მის თვალში ისინი არასრულყოფილები და მატყუარები იყვნენ და მან დაიფიცა, რომ არასდროს დაქორწინდებოდა სხვა მოკვდავზე. მისი სახელოსნო სავსე მტვრითა და გაფანტული მზის სხივებით, მისი ერთადერთი სამყარო გახდა. ის შეპყრობილად მუშაობდა, თითოეულ ქმნილებას ავსებდა სილამაზით, რომელსაც სინამდვილეში ვერ პოულობდა. და შემდეგ ერთ დღეს, ხელში აიღო სუფთა, ცივი სპილოს ცვლის ნაჭერი და დაიწყო კვეთა. მან არ იცოდა, რას ქმნიდა, მაგრამ მისმა ხელებმა, ღვთაებრივი ლტოლვით წარმართულმა, საკუთარი ფორმა იპოვეს. დღითი დღე საჭრელის ხმაზე, როგორც მარტოსული გულისცემა, სრულყოფილება იბადებოდა. ის კვეთდა არა მხოლოდ ქალს, არამედ ოცნებას, რომელიც ხორცისა და მანკიერებისგან იყო გათავისუფლებული. როდესაც სამუშაო დასრულდა, გალატეა, ასე უწოდებდა ის თავის უსახელო მუზას, კვარცხლბეკზე იდგა. ის ისეთივე უნაკლო იყო, როგორც პირველი თოვლი და ისეთივე დიდებული, როგორც ქალღმერთი. მისი ნაკვთები პეპლის ფრთებზე უფრო ნაზი იყო, ტუჩები იდუმალებით იყო მოჭედილი, ხოლო ძვლებში ოსტატურად შესრულებული თმა, თითქოს ქარში ფრიალებდა. პიგმალიონმა შეხედა მას და მის გულში რისხვა გაქრა, გზა გაუხსნა გიჟურ, ყოვლის მომცველ სიყვარულს. ის ცივი იყო, მაგრამ სრულყოფილი. მას არ შეეძლო მისგან თავის დაღწევა. მან ესაუბრა მას და მისი ხმა, ხანგრძლივი დუმილისგან მშრალი, ახლა სინაზით ჟღერდა. მან ჩააცვა იგი იისფერი ქსოვილებითა და ოქროს სამკაულებით, აჩუქა ნამში გაჟრენთილი ლოტოსის ყვავილი და რბილ საწოლზე დააწვინა, როგორც ყველაზე მყიფე საგანძურს. მან აკოცა მის ტუჩებს, რომლებიც გაპრიალებული ქვავით გლუვი იყო, მაგრამ ქალმა არ უპასუხა. მან ჩაეხუტა, მაგრამ სპილოს ცვლის სიცივემ გულამდე შეაღწია. ეს იყო მტანჯველი სიყვარული ჩუმი, უმოძრაო იდეალის მიმართ. მისი დღეები სასოწარკვეთილებისა და მონობის ლექსად იქცა. მას უყვარდა იგი არა როგორც ქანდაკება, არამედ როგორც ცოცხალი სული, შეცდომით ყინულში გამოკეტილი. დადგა აფროდიტეს ან ვენერას, როგორც რომაელები უწოდებდნენ დღესასწაულის დღეს, ზღვის ქაფისგან დაბადებული ქალღმერთის, სიყვარულისა და სილამაზის მფარველის. კვიპროსის კუნძული საკმევლისა და მურინის სურნელით იყო გაჟრენთილი, ხოლო საკურთხევლებში სამსხვერპლოების ალიცა საწვებოდა. უძილობისა და მელანქოლიისგან გაფითრებული პიგმალიონი სამსხვერპლოსთან მივიდა. მან მსხვერპლი შესწირა თოვლივით თეთრი მტრედის, სიწმინდის სიმბოლო და სამსხვერპლოზე საუკეთესო საკმეველი დადო. ვერ გაბედა შეუძლებლის მოთხოვნა, ვერ გაბედა ეთქვა, გააცოცხლე იგი. მისი ვედრება მშვიდი და მწარე იყო. ოჰ, ნეტავ ჩემი ცოლი. ჩემი ქმნილების მსგავსი ყოფილიყო, გალატეას მსგავსი. აფროდიტე, რომელიც ცაში ოქროს ეტლში იჯდა, არა სიტყვებს, არამედ მისი გულის სუფთა, აუტანელ ტკივილს ისმენდა. მან იგრძნო, რომ მისი სიყვარული სიამაყე კი არა, თავად განსახიერებული იდეალის ჭეშმარიტი თაყვანისცემა იყო.
იმის ნიშნად რომ მან გაიგო საკურთხეველზე ალი სამჯერ აინთო და სინათლის თხელ მაღალსვეტად გადაიზარდა. კანკალებდა პიგმალიონი, თავის წყნარ სახელოსნოში დაბრუნდა. ის შევიდა. გალატია თავის ადგილას იდგა, თეთრი და უმოძრაო, ჩამავალი მზის რბილი შუქით განათებული. ის მიუახლოვდა მას, რათა ბოლოჯერ ჩაეხუტა თავისი იდეალი, სანამ ისევ მწუხარებაში ჩაძირავდა. დაიხარა და ტუჩებზე აკოცა. და შემდეგ სასწაული მოხდა. მან იგრძნო პასუხი. არა სპილოსწვლის სიმტკიცე, არამედ სითბო, ნაზი და ცოცხალი, როგორც გაზაფხულის სუნთქვა. გაოცებისგან უკან დაიხია და შემდეგ სუნთქვა შეეკრა, მხარზე შეეხო. მისი თითების ქვეშ ცივი ძვალი დნობას იწყებდა და რბილკანად იქცეოდა, გაზაფხულის მზის მიერ შეხებული ყინულივით. მის თოვლივით თეთრ ლოყაზე ოდნავ წითელი ფერი გამოჩნდა, ზღვაზე გარიჟრაჟის ფერი. მან უფრო მაგრად ჩაეხუტა და სიმტკიცე მთლიანად გაქრა, ადგილი დაუთმო ელასტიურობასა და სიცოცხლეს. გალატიამ სუნთქვა შეიკრა. მან ნელა გაახილა თვალები. ისინი ზაფხულის ცისფერი იყო და მათში არც ჩრდილი იყო და არც შიში, მხოლოდ ახალშობილი სული, სავსე აღუწერელი სინათლითა და ნდობით. მან გაიღიმა. ჩემო შემოქმედო, ჩურჩულით თქვა მან და მისი ხმა ისეთივე ნაზი იყო, როგორც ფოთლების შრიალი აფროდიტეს წმინდა ჭალაში. იმ მომენტში პიგმალიონის სიყვარული ხელოვნების ტრაგედიად აღარ იქცა და ცოცხალ, ხელშესახებ რეალობად იქცა. აფროდიტემ მათი კავშირი დაასრულა, რადგან მიხვდა, რომ ხელოვნების უდიდესი ნიმუში ფორმა კი არა, ნამდვილი სიყვარულით დაბადებული სულია. ამიერიდან ისინი კვიპროსზე ცხოვრობდნენ და მათი ბედნიერება მშვიდი იყო, სავსე სინათლითა და ორმხრივი გაოცებით. პიგმალიონი აღარ ეძებდა სრულყოფილებას, მან ეს იმ ადამიანის ცოცხალ სუნთქვაში იპოვა, რომელიც მან სიზმრებისა და სპილოსწვლისგან შექმნა. პარისისა და ელენეს ისტორია სიყვარულია, რომელმაც ტროას ომი გამოიწვია. ეს არის ნება, რომელმაც ცივილიზაციების დაცემა გამოიწვია. პარისი ტროას ახალგაზრდა პრინცი არა მხოლოდ მეომარი იყო, არამედ მწყემსი და პოეტი, რომლის სილამაზეც ახალგაზრდა ღმერთის ბრწყინვალებას ეჯიბრებოდა. ის სასახლის ფუფუნებისგან შორს ცხოვრობდა, ჰიდას მთის კალთებზე, სადაც ჰაერის სუფთა იყო და ველური თიამის სურნელი იდგა. თუმცა ბედისწერა მას წმინდა ჭალაში გადაუსწრო, მას მოკვდავს სამი უდიდესი ქალღმერთის ჰერას, ათენას და აფროდიტეს ბედისგან სჯა დაევალა. თითოეულმა მათგანმა მას საჩუქარი შესთავაზა, რომელსაც შეეძლო სამყაროს შეცვლა. მაგრამ პარიზმა არც ძალაუფლება და არც სიბრძნე აირჩია. მან სიყვარული აირჩია. აფროდიტემ ქალღმერთმა, რომლის ღიმილმაც ქარის დაწყნარება შეძლო, მას მოკვდავ ქალებს შორის ულამაზესი სპარტელი ელენეს სიყვარული დაჰპირდა. ეს უბრალოდ საჩუქარი არ იყო, ეს იყო წყევლა, რომელიც სურვილების ოქროსფერ ქსოვილში იყო გახვეული. მალევე პარისი დაპირებული ბედნიერებით დაბრმავებული სპარტისკენ გაემართა. მისი გემი, მტაცებელი ფრინველის მსგავსად, ეგეოსის ზღვის ცისფერ ტალღებს კვეთდა. მის გულში მოუთმენელი, საშიში წყურვილი ბინადრობდა. ელენე სპარტის დედოფალი, ზევსისა და ლედას ქალიშვილი იყო და მისი სილამაზე ბუნებისა და ღვთაებრივი მაგიის ნამდვილი სასწაული იყო. მისი კანი მარგალიტისფერი იყო, თვალები ღრმა ჩის წყალივით, ხოლო სიარული გლუვი და მშვიდი, დიდი მდინარის დინების მსგავსი. ის საკუთარი სრულყოფილების ოქროს გალიაში ცხოვრობდა, ქმრის ძლევამოსილი მენელაოსის გვერდით და მშვიდ, მოუხელთებელ მელანქოლიაში იტანჯებოდა. როდესაც პარიზი სამეფო პალატებში შევიდა, მისი ტროას იერსახის წინაშე სინათლე თითქოს ჩაბნელდა. ის დედამიწაზე ჩამოსულ ღვთაებას ჰგავდა, ორნისფერი შავი თმით და მცხუნვარე სამხრეთული ცეცხლით სავსე თვალებით. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ეს არ იყო უბრალოდ თვალის კონტაქტი, არამედ ორი ცეცხლოვანი ელემენტის შეჯახება. იმ მომენტში, როდესაც პარიზმა მისი კანისა და მურინის სუნი შეიგრძნო და ელენემ მის თვალებში საკუთარი ფარული წყურვილი შენიშნა, აფროდიტეს შელოცვამ თავისი საქმე დაასრულა. ნება აინთო არა როგორც ჩუმიალი, არამედ როგორც ხანძარი, რომლის ჩაქრობაც შეუძლებელია. ეს იყო დაუძლეველი მიზიდულობა, რომელმაც გვერდზე გადადო ფიცი, პატივი, მოვალეობა და მთელი ერების ბედი. უხილავმა და სასტიკმა ეროსმა ორივე ოქროს ისრებით განგმირა. ელენემ პარიზში დაინახა განთავისუფლება, აჯანყება სპარტას ოქროს კედლების წინააღმდეგ.
პარიზმა ელენეში დაინახა თავისი ღვთაებრივი ოცნების ასრულება, ცოცხალი დასტური იმისა, რომ სილამაზე შეიძლება იყოს აბსოლუტური. რამდენიმე დღის შემდეგ ბნელი ხავერდოვანი ღამის საფარქვეშ, სანამ მენელაოსი არ იყო, ისინი გაიქცნენ. მათი გაქცევა ნაჩქარევი და დაუფიქრებელი იყო, მაგრამ ორივესთვის ეს მათი ცხოვრების ერთადერთ ჭეშმარიტ ქმედებად ჩანდა. ელენე მიატოვა თავისი პატარა ქალიშვილი და სამეფო საწოლი სისხლისა და ვნების სახილს დაემორჩილა. პარიზმა წაიყვანა იგი. მან ის თავის გემზე დასვა და ისინი გაცურეს, ქარი თითქოს დამცინავად თამაშობდა მის გრძელ თმაზე. ნიჩბების ყოველი დარტყმა მათ პატივისგან შორს და გარდაუვალ ომთან აახლოებდა. როდესაც ისინი საბოლოოდ მიაღწიეს ტროას მაღალ, აუღებელ კედლებს, მათ აღტაცებით შეხვდნენ. ტროელებისთვის პარიზმა არა მხოლოდ დედოფალი, არამედ ელინისტურ სამყაროზე გამარჯვების სიმბოლო, ცოცხალი ტროფეი მოუტანა. მათი სიყვარული ტროაში ფუფუნება და განწირვა იყო. ისინი აღმოსავლური ხალიჩებითა და ვერცხლით მოპირკეთებულ ოთახებში ცხოვრობდნენ. მათი დღეები სავსე იყო სასოწარკვეთილი ინტიმურობით, მაგრამ სასახლის ფანჯრებიდან ღრუბლები უკვე იკრიბებოდა. მალე ჰორიზონტზე ფლოტი გამოჩნდა 1000 აქაური გემი, რომლებიც განრისხებულმა მენელაოსმა და მისმა მოკავშირეებმა მოიტანეს. მათი სიყვარული, რომელიც მათ სამყაროსგან დამალეს, ახლა 10 წლიანი ომის მიზეზი და ცენტრი გახდა. როდესაც პარიზმა თავისი ჯავშნის ბზინვარებას შეხედა, მასში არა დაცვა, არამედ ბედის ბორკილები დაინახა. როდესაც ელენე ტროას მაღალ კედლებზე იდგა, მან ქვემოთ, აქაელთა ბანაკში, თავისი დანაშაულის ანარეკლი დაინახა. მისი ლამაზი სახელმწუხარებისგან დამახინჯებული იყო, მაგრამ მას არ შეეძლო პარიზიდან წასვლა, ის მასთან იყო მიჯაჭვული ვნებისა და სიამაყის მაგიით. მათი ურთიერთობა განადგურების სიმბოლოდ იქცა, რაც უფრო ძლიერი იყო მათი ვნება, მით უფრო მეტი სისხლი იღვრებოდა ქალაქის კედლების ქვეშ. ისინი თავიანთი დროის ყველაზე ლამაზები და ყველაზე დაწყევლილები იყვნენ. საბოლოო ჯამში მათმა დაუოკებელმა, ეგოისტურმა ვნებამ ტროას კედლები, გმირები და თავად არსებობა დაუჯდა. პარისი ისრის ტყვეობაში დაეცა, ხოლო ელენე, რომელმაც დაკარგა საყვარელი და მშობლიური მიწა, სპარტაში დაბრუნდა, რათა მენელაოსთან ეცხოვრა, რომელსაც სამუდამოდ აღებეჭდა დიდი, საბედისწერო სიყვარულის სტიგმა. მათი ისტორია გაკვეთილად რჩება, უდიდესი სილამაზე და ყველაზე მგზნებარე ვნებაც კი შეიძლება მხოლოდ უდიდესი მწუხარების მაუწყებელი იყოს. ორფეოსი და ევრიდიკე. დიდი სიყვარულის ისტორია, რომლისთვისაც ის ქვესკნელში ჩავიდა. გათენებისას სამყარო ჯერ არ გამოფხიზლებულიყო, ის უბრალოდ სუნთქვას იკრავდა, როგორც მოხუცი მსახური, რომელიც ბატონის ნიშანს ელოდა. ჰაერი ნესტიანი მიწისა და პიტნის სურნელით იყო ნაქსოვი. სადღაც თიხნარით მოფენილი გორაკის ძირში ახალგაზრდა მომღერალი ორფეოსი ლირის სიმებს უკრავდა. ინსტრუმენტის ოქროსფერი ხემის ხელში ედო, როგორც მისი ნეკნების გაგრძელება. თითოეული ნოტი არ იყო მხოლოდ ხმა, არამედ მარადიული სიბნელიდან სინათლის დაბადება, ცოცხალი, ნათელი მნიშვნელობა. მდინარე ვერცხლისფერი გველივით დაკლაკნილი ანელებდა თავის შრიალს ლერწამში, რათა არ დაეხრჩო მისი მწუხარება ან სიხარული. ის უკრავდა, არ იცოდა ვის ეძებდა მისი სული, სანამ ერთ დღეს, ზეთისხილისა და კვიპაროსის გვირგვინებს შორის მოძრაობის წინციმი არ გაჩნდა. ევრიდიკე გამოჩნდა არა მოსიარულე, არამედ მოცურებისას, მსუბუქი როგორც დილის ნისლი მდინარეზე. მისი კაბა სელის იყო, მთვარი შუქისფერი, ხოლო ველური ყვავილებით მასში იკარგებოდა, თავისუფლად შეკრული. მისი თვალები, წვიმის შემდეგ ზაფხულის ცისფერი, მომღერალს მიშტერებოდა. ის ხმას არ იღებდა, ის უბრალოდ იდგა და ამ ინტენსიურ, ღრმა მზერაში რაღაც იდო, რაც მუსიკას ხმის გარეშე ესმოდა, მისი ყველაზე შინაგანი, პირველყოფილი სული. ამ მომენტიდან ორფეოსისთვის იჩუმე აღარ იყო. მთელი სამყარო მის ორკესტრად იქცა. ჩიტები არა მხოლოდ ტრიალებს მღეროდნენ, არამედ მის სახელს ადიდებდნენ. მათ ფეხქვეშ ბალახი ხავერდოვანი შრიალით გამოდიოდა და ქარი, ლირის სიმებში ჩახლართული მათ გარდავალ, ჩუმად ნაქსოვ სიყვარულთან ერთად უკრავდა. ის მისთვის სიმღერებს ქმნიდა არა ცივ ვარსკვლავებზე ან ძლევამოსილ ღმერთებზე, არამედ ადამიანის ყოფნის მარტივ, ყიფე სასწაულზე. მათი სიყვარული მშვიდი იყო, როგორც საიდუმლო. ხურვალე დაპირებების გარეშე, ჯექა ქუხილის გარეშე.
ისინი უბრალოდ იყვნენ როგორც სუნთქვა და ჰაერი, როგორც დღე და სინათლე, გაერთიანებული სიმშვიდეში, ისეთივე ურყევი, როგორც კლდე. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც მზე ჩადიოდა და ცას ღვინოსა და სპილენძს ღებავდა, ევრიდიკე მდელოზე შევიდა. მაღალ ბალახში მას ჩრდილი ელოდა, როგორც გაკინული ზურმუხტისფერი ტალღები. ცივი და გულგრილი გველი სწრაფად და დაუნდობლად ურტყამდა, მთელ შხამს თავის ნაკბენში დებდა. სამყარო მკისიერად ობოლი გახდა. შორს მდგომა ორფეოსმა ეს იგრძნო, სანამ დაინახავდა, ხელში ლირა აუტანლად დამძიმდა და უეცრად გაჩუნდა, სიცოცხლის ძაფის მსგავსად ნოტი გაწყვიტა. მისი მწუხარება მხოლოდ სევდა არ იყო, ეს იყო უძირო სიცარიელე, იმდენად ღრმა, რომ ოლიმპიელი ღმერთებიც კი ზურგს აქცევდნენ, რადგან ვერ იტანდნენ მის ტანჯვას. მას არც ჭამა შეეძლო და არც ძილი ის საკუთარი ტკივილის მოსიარულე გამოძახილი იყო. ასე რომ როდესაც ყველაზე ცივი ზამთრის ვარსკვლავი ბრწყინავდა შავცაზე, მის სულში გიჟური, მაგრამ ერთადერთი მიზანი დაიბადა, ჩასულიყო უკუღმა სამყაროში ჩრდილების ყინულოვან სამფლობელოში. ის დიდხანს ეშვებოდა. კლდოვან ბილიკებზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი მძიმე და ღრუდი ისმოდა მიწისქვეშა სარდაფებში. რაც უფრო ღრმად მიდიოდა, მით უფრო მკვდარი ხდებოდა სინათლე. მაგრამ მისი ლირა, მისი ერთადერთი იარაღი, პულსივით, ძახილივით ისმოდა. ორფეოსის მუსიკა, სუფთა, უღრუბლო ნაკადი, სამყაროებს შორის ერთადერთი ხიდი იყო. ჰადესის კარიბჭეები, შავი და უმოძრაო, გაიღო. მის ფეხებთან მათ მცველები, მსუბუქი ჩრდილებივით ეყარათ. სტიქსი, კვნესით სავსე მდინარე, დინებას ანელებდა და ქვები, რომლებსაც არასდროს უგრძვნიათ ტკივილი, თითქოს ცრემლებს ხვრიდნენ მისი სიმღერის მოსმენისას. როდესაც ის მიცვალებულთა მბრძანებლის ტახტს მიაღწია ჰადესს, რომელიც ჩრდილში იყო გახვეული ღმერთმა აიხედა. და პირველად მარადისობაში მისი მკაცრი სახე შეირყა. იმღერე, მოკვდაო, თქვა ჰადესმა, მისი ხმა ვარდნილი კლდის ღრიალს ჰგავდა და შენ სიმღერას მიეცი საშუალება გადაწყვიტოს შენი ბედი. ორფეოსმა სიმღერა დაიწყო. ის არ ითხოვდა შეწყალებას. ის უბრალოდ იმეორებდა თავის მუსიკას, მისი ხელისკულების სითბოს, რომელსაც ის აღარასდროს იგრძნობდა ველური ყვავილების სურნელი, რომელიც სამუდამოდ აღბეჭდილი იყო მის მეხსიერებაში, როგორ რეკდა და ციმციმებდა დილის ჰაერი, როდესაც ის იცინოდა. ეს იყო სიმღერა სინათლეზე, რომელიც ვერასდროს ჩაქრებოდა. ჰადესი, მკაცრი ღმერთი და პერსეფონე, ჩრდილების დედოფალი, ტიროდნენ არა მწუხარებისგან, არამედ იმ სილამაზისგან, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მოკლებულნი იყვნენ. წაიყვანე ის, თქვა ჰადესმა, მაგრამ გეფიცები, არ გაბედო შემოbrunებას, სანამ ცოცხალი სამყაროს ჰაერს არ შეისუნთქავ. ჩრდილი სინათლეს უნდა მიჰყვეს. ისინი ბნელ, ბლანტ სიბნელეში მიდიოდნენ. ორფეოსი წინ მიუძღოდა, მისი ლირა ფარანივით ანათებდა. თავიდან მან მისი ნაბიჯების ხმა გაიგო პეპლის ფრიალივით, მსუბუქი, დიდი ხნის დავიწყებული სუნთქვავით. მან იგრძნო მისი ყოფნა. მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდნენ გასასვლელს, მით უფრო ძლიერდებოდა შიში. მის გარშემო სიჩუმე ისადგურებდა და ის აღარ იყო დარწმუნებული, მართლა ის იყო ეს. თუ მხოლოდ იმედი საჭრდილი ხელმძღვანელობდა მას. მისი გული მკერდში ველურ ბარაბანად იქცა. ეჩვი, სულის ეს შხამიანი გველი, ჩურჩულებდა, ის აქ არ არის. შენ მარტო ხარ. და ის შებრუნდა. როგორც კი თავი შეატრიალა, ცოცხლების სამყაროდან კაშკაშა, სასტიკმა შუქმა გამოქვაბული სიბნელე გაარღვია. და მან დაინახა ევრიდიკე. ის ჩრდილში იდგა, მაგრამ შუქმა მისი სახე გამოავლინა. ის იღიმოდა არა საყვედურით, არამედ სუფთა, არა მიწიერი სიყვარულით, რომელშიც ტკივილისა და წყენის ადგილი არ იყო. მან ხელი მისკენ გაიწოდა, მოძრაობა ნელი იყო, თითქოს სქელი წყალი და სანამ მას შეეხებოდა, გადნა და ჰაერის თხელ ნაკადად იქცა. ორფეოსი იმ სამყაროს ღურბლზე იდგა, სადაც ჩიტები უკვე მღეროდნენ და ჰაერი სუფთა იყო. მისი ობოლი ლირა მის ხელში კანკალებდა. ხმები, რომლებსაც ახლა გამოსცემდა, სხვა სამყაროდან იყო. ეს იყო სუფთა ელეგია, ჰიმნი და კარგული სინათლისადმი. ადამიანები, ცხოველები, თუნდაც მიუწვდომელი მთები უსმენდნენ და ტიროდნენ. მისი მუსიკა აღარ მოუწოდებდა სიხარულს, ის ახსენებდა მას მარადისობას, რომ სიყვარული არასდროს კვდება, თუნდაც სხეული გაქრეს.
ამ სიმღერებიდან ერთ-ერთში ის დარჩა სამყაროებს შორის იმ სივრცეში, სადაც მეხსიერება მკვიდრობს. სადაც ლირის ყოველი ნოტი ვიღაცის მარადიული მახსოვხარა და როდესაც გამთენიისას ქარი მდინარის პირას ბალახს ეხება, იგივე მშვიდი მელოდია ისმის. ორფეოსი კვლავ უკრავს თავისი საყვარელი ადამიანისთვის. ფსიქია და ეროსი ნდობის, განსაცდელებისა და ღმერთების რისხვაზე ძლიერი სიყვარულის ისტორიაა. ამბობენ, რომ ერთხელ დედამიწაზე, ნაზი მზის ქვეშ, ცხოვრობდა პრინცესა, სახელად ფსიქე. მისი სილამაზე არა მხოლოდ ზედაპირული იყო, ეს თავად ჰარმონიის ბრწყინვალება იყო. როგორც კი მდელოზე გაივლიდა, ყველაზე ამაყი ყვავილებიც კითახს აშლიდა და მის გარშემო ჰაერი უფრო მკვრივი და ოქროსფერი ხდებოდა. ხალხს ის უბრალოდ არ უყვარდა, ისინი თაყვანს სცემდნენ, საჩუქრებსა და საკმეველს მოჰქონდათ, თითქოს ის ღვთაების მიწიერი განსახიერება ყოფილიყო. მაგრამ რაც უფრო მეტად ფსიქიას დიდება მაღლა იწევდა დედამიწაზე, მით უფრო ღრმად ეშვებოდა ჩრდილი ოლიმპოსზე. აფროდიტეს სიყვარულისა და არამიწიერი სრულყოფილების ქალღმერთი, ნებისმიერ ცეცხლზე უფრო კაშკაშა რისხვით იწვოდა. მოკვდავის დიდება თავად ქალღმერთის ზეციურ შუქს ფარავდა. შემდეგ აფროდიტემ თავისი ვაჟი, ეროსი და უოკებელი სრულის ღმერთი დაიბარა. ის ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ქარიშხლიანი გარიჟრაჟი, ახალგაზრდა, რომელსაც უძველესი ოქროსფერი ფრთები ჰქონდა და უძველესი და უოკებელი ცეცხლით სავსე თვალები. შვილო, ჩურჩურით თქვა ქალღმერთმა, მისი ხმა აბრეშუმის შრიალივით ისმოდა და ეს ამაყი მოკვდავი, რომლის სილამაზემაც ადამიანთა გულები მოწამლა, შეუყვარდეს დედამიწაზე ყველაზე უშნო და ყველაზე საზიზღარ არსებას. შეუყვარდეს და იტანჯოს. ეროსმა თავი დაუქნია და ისრებით სავსე კაპარჭი აიღო, ზოგი სიყვარულისთვის ოქროსფერი, ზოგი სიძულვილისთვის ტყვია. ის მძინარე ფსიქიკის საკნებისკენ გაფრინდა. მასზე დახრილი სიამაყეს ეძებდა, მაგრამ მხოლოდ სიჩუმე იპოვა, ის უბიწო სიჩუმე, რომელშიც მხოლოდ სული შეიძლება დაიბადოს. ის ეძინა, მთვარის შუქით შემოსილი, სუფთა როგორც მთებში მძინარე ქარი. მისი ტუჩები ოდნავ გაშლილი ჰქონდა და ვარსკვლავების შუქი წამწამებზე ციმციმებდა. და როდესაც მან ოქროს ისრის წვერით შეეხო მის მკერდს, რათა სხვისივნება გაეღვივებინა მასში, მისივე ხელი აკანკალდა და უნებლიეთ თავი გაიკაცრა. და ასე მყისიერად მის მიერ კონტროლირებადი სიყვარული მის ციხედ იქცა. ღმერთი, რომელმაც მოკვდავთა და ღმერთების გულები გააერთიანა, პირველად აღმოჩნდა საკუთარი ნიჭის ტყვე. მისი ოქროსფერი ფრთები უცნობი ტკივილითა და ნეტარებით კანკალებდა. იმ დღიდან მოყოლებული ფსიქიას ცხოვრება დუმილისა და გაუცხოების ველად იქცა. ხალხი მას გაურბოდა, არა შურის გამო, არამედ თითქოს თავად ბედისწერა აიძულებდა მას განშორებას და არამიწიერი შეხვედრისთვის ამზადებდა. საბოლოოდ, ორაკულის ბრძანებით ის მაღალ, ქარიან კლდეზე მიატოვეს, უცნობი, დაწყევლილი არსებისთვის მსხვერპლად შეწირვის მიზნით. შემდეგ კი ზეფირმა, ნაზმა, მაგრამ ძლიერმა დასავლეთის ქარმა დაიჭირა იგი. მან ნაზა როგორც ფურცელი, მწვანე ხეობებსა და ნისლით დაფარულ მთის მწვერვალებზე გადაიტანა, სანამ სასახლის ძირში არ დასვა. ეს არ იყო მიწიერი სასახლე, არა ქვისა და მარმარილოს, არამედ ნაკსოვი, თითქოს კრისტალური ხმისა და მთვარის შუქისგან იყო ნაკსოვი. კედლები არ იყო მხოლოდ ცისარტყელა, გამჭვირვალე ჩრდილები, რომლებშიც ძვირფასი ქვები ციმციმებდნენ. იატაკი დაფარული იყო რბილი, უხილავი ბალახით და მუსიკა ჰაერში აბრეშუმივით რეკავდა. ამ ადგილის უხილავი მბრძანებელი ნაზი და უსაზღვროდ ყურადღებიანი იყო. ის ყოველ ღამე მოდიოდა მასთან, როცა სიბნელე ყველაზე ღრმა იყო. მისი ხმა ღრმა იყო, როგორც ვარსკვლავების სუნთქვა, მისი ჩურჩული კი მარადისობას ჰპირდებოდა. მისი ხელები თბილი იყო, როგორც ცეცხლი მის კანქვეშ და ის მათში გრძნობდა არა ღმერთის ძალას, არამედ შეყვარებულის მღელვარებას. მას არ შეეძლო მისი სახის დანახვა, მაგრამ მისმა გულმა იცოდა სიმართლე, ეს იყო სიყვარული, უღრუბლო, სუფთა და მხოლოდ ნდობას მოითხოვდა. ყოველ გათენებაზე, როცა ის გათენდებოდა, ფსიქიას მშვიდი, კაშკაშა ღიმილი და ბედნიერება რჩებოდა, რომელიც სიტყვებით ისეთივე აღუწერელი იყო, როგორც თაფლის გემო. მაგრამ სადაც დიდი სიყვარულია, ყოველთვის იქ ეჩვის ჩრდილი იმალება. ერთ დღეს, ეჩვიანობით აღძრული, მისი დების სასახლეში მივიდნენ. ისინი ჩურჩულებდნენ და მათი სიტყვები ხანჯალზე უფრო მკვეთრი და გველზე უფრო შხამიანი იყო. ვინ არის ის? რატომ მალავს სახეს?
იქნები სურჩხულია და შენ წყევლის გვერდით გძინავს და არა შენი ქმარი. ეს სიტყვები ფერფლივით მწარე, მისი სული მოწამლა. შიშმა, რომელიც არასდროს განუცდია, სანამ უყვარდა, ახლა მის გულს ყინულივით მოუჭირა ხელი. იმ ღამეს, როდესაც სიყვარულით დაღლილი ეროსი მის გვერდით ჩაეძინა, ფსიქემ აიღო ლამპა და ხელით ალი დაფარა და მძინარე კაცის სახესთან მიიტანა. თბილი მოციმციმე შუქი დაეცა ღმერთს სახეზე. და მან დაინახა, ფრთებიანი ჭაბუკი აღუწერლად ლამაზი, სრულყოფილი, რომლის სახის ნაკვთები ბოროტებისა და საიდუმლოებისგან თავისუფალი იყო. უმანკო ღიმილი გაეყინა მის ტუჩებზე. მისი ხელი ემოციებისგან კანკალებდა. ცხელი ზეთისწვეთი, მისი უნდობლობის მწარე ფასი, დაეცა მის ღვთაებრივ მხარზე. ეროსი გაიღვიძა. მის ძველ ოქროსფერ თვალებში არ იყო რისხვა, მხოლოდ ღრმა, გამოუსწორებელი ტკივილი. რატომ არ გჯეროდა? ჩურჩულით თქვა მან, მისი ხმა გატეხილი ეკოსავით იყო. სიყვარული საჩუქარია, რომელსაც სინათლე არ სჭირდება, თუ სულში ნდობაა. და იმ წამს ის გაქრა, როგორც გამთენიისას დავიწყებული დილის სიზმარი. ფსიქეს გარშემო სასახლე გაქრა და ის მარტო დარჩა ცივ ბალახზე. იმ დღიდან დაიწყო მისი ხეტიალი. ის მიწაზე ფეხშიშველი დახეტიალობდა, ფერფლსა და ბასრქვებში, მთვარით განათებული კაბაკი ნაჭრებად ექცეოდა. ეძებდა მას, ევედრებოდა ღმერთებს, მთებს, მდინარეებს. სასოწარკვეთამ გააძლიერა იგი. აფროდიტეც კი დარბილდა, მის ტანჯვაში სისუსტე კი არა ადამიანური ნებისყოფა დაინახა. ქალღმერთმა განსაცდელები მოუტანა, შერეული მარცვლეულის მთებში დალაგება, სასტიკი ვერძებისგან ოქროს მატყლის ამოღება, ჰადესის სამეფოში ჩასვლა პერსეფონეს სილამაზის ჩურჩლისთვის. ფსიქემ ყველაფერი გადაიტანა. არა სიკვდილის შიშის გამო, არამედ იმიტომ, რომ მისი სიყვარული ვნებად კი არა, სულის სუფთა, ურყევძალად იქცა. როდესაც ის დაღლილი ქვესკნელიდან დაბრუნდა, თავად ეროსი ზეციდან ჩამოვიდა. მისი ფრთები ისე ბრწყინავდა, როგორც არასდროს. მან ჩაეხუტა და ამ ჩახუტებაში მთელი ზეციური სინაზე და მიწიერი დაღლილობა იყო. ახლა გესმის, ძვირფასო ფსიქე, თქვა მან. სიყვარული არ არის ფლობის სურვილი, არამედ მოგზაურობა. ეს არის მოგზაურობა, რომელიც აერთიანებს მოკვდავს სულსა და უკვდავს. შენ არა მე, არამედ საკუთარი თავი იპოვე. და ზევსმა მათი კავშირი სიწმინდის დანახვისას, ფსიქია ოლიმპოსზე ასწია და უკვდავება მიანიჭა. ის სულის ქალღმერთი გახდა, ეროსი კი მისი მარადიული ანარეკლი. ამბობენ, რომ მას შემდეგ, როდესაც ადამიანი ჭეშმარიტად უყვარს, მასში ფსიქეს სუნთქვა იღვიძებს იგივე უხილავი ძალა, რომელიც განსაცდელების გავლით სინათლისკენ მიისწრაფვის. ეროსის ფრთები კი უხილავ ქარად იქცევა, რომელიც ამ სულს მიაქვს მასთან, ვინც მის გულს ეძებს. რამა და სიტა. მოვალეობის, თავგანწირვისა და მარადიული სიყვარულის ისტორია. კოსალას უძველეს სამეფოში, აიოთიას დედაქალაქში, ცხოვრობდა პრინცი რამა, თარმას მართალი მოვალეობის განსახიერება. მისი სხეული ისეთივე ძლიერი და ელასტიური იყო, როგორც ახალგაზრდა ბანიანის ხე, მისი კანი ჭექა ქუხილის ფერის, ხოლო მისი თვალები ღრმა და მშვიდი, როგორც წმინდა განგის წყლები, უცვლელ, შინაგან სიწმინდეს ავლენდა. მისი ცოლი იყო სიტა, დედამიწის ქალიშვილი, ლამაზი, როგორც აყვავებული ლოტოსი. ის იყო სინაზის, ერთგულებისა და ღვთისმოსაობის არსი. მისი თმა, მუქი, როგორც უმთვარო ღამე, ტალღებად მიედინებოდა და მისი ღიმილი ასხივებდა სიმშვიდეს, რომელიც სამეფო პალატებში არ გვხვდება. მათი კავშირი არ იყო მხოლოდ ქორწინება, არამედ სრულყოფილი ჰარმონია სულისა და სულის ერთიანობის ანარეკლი. როდესაც სასახლის ინტრიგებით გამოწვეულმა ბოროტმა ბედმა რამას 14 წლით გადასახლება მოსთხოვა, მისი სახე არასდროს შეირყა. მამის წინაშე მოვალეობა ტახტზე მაღლა იდგა. მაგრამ სიტას, რომელსაც შეეძლო ფუფუნებაში დარჩენა, ეკლები აირჩია. ოჰ, უფალო, თქვა მან, მის ხმაში ურყევი ერთგულების ფოლადი ჟღერდა, როგორც ჩრდილი განუყოფელია სხეულისგან, ასევეა ცოლი განუყოფელია ქმრისგან. დღე გახდება ჩემი სასახლე და გაჭირვება ჩემი სამკაული. და ისინი წავიდნენ. მათი ცხოვრება დანდა კარანას ტყეში, ველურ და ხელუხლებელში სავსე იყო საფრთხეებით, მაგრამ თავისუფალი იყო მოტყუებისგან. რამა და სიტა ცხოვრობდნენ უბრალო ლერწმის ქოხში, დაფარული ხშირი, მარადმწვანე ხეების ჭრდილში.
სიტა ყოველ წამს პოულობდა სილამაზეს, ისე საუბრებოდა გარეულ ფრინველებს, აგროვებდა ტყის ნაყოფსა და ფესვებს და ქსოვდა ველური ყვავილების გირლიანდებს თმის მოსართავად. რამა, რომელიც იცავდა მას დემონებისა და გარეული ცხოველებისგან, ხედავდა, თუ როგორ აკურთხებდა მისი სიწმინდე ამ მკაცრ ადგილს. ბუნება იყო მათი ერთადერთი მოწმე და ტაძარი. ნესტიანი მიწის, ველური თაფლისა და სანდალოზის ხის სურნელი გახდა მათი სიყვარულის არომატი მარტივი, ღრმა და ხელშეუხებელი. მათი დღეები იზომებოდა როგორც იოგის სუნთქვა და ყოველ საღამოს ისინი ცეცხლთან ისხდნენ და უსმენდნენ უძველესი ხეების ჩურჩულს, მათ ერთადერთ მუსიკას. მაგრამ ტყის სიღრმეშიც კი ბოროტება პოულობდა გზას. ლანკის მმართველმა დემონმა მეფე რავანამ, ძლიერმა და სიამაყით დაბრმავებულმა, გაიგო სიტას არამიწიერი სილამაზის შესახებ. რამას მოტყუების შემდეგ რავანამ სიტა გაიტაცა. მისი შავი ეტლი ცაში აფრინდა და წაიყვანა. როდესაც რამა ცარიელ ქოხში დაბრუნდა, სამყარო ჩამოინგრა. ტყის სიჩუმე, რომელიც მათი სიმშვიდე იყო, ახლა ხმაურიან, აუტანელ ტანჯვად იქცა. რამას მწუხარება არ იყო ტირილი, არამედ უძირო, ღრუ სიჩუმე. მისი თვალები, რომლებიც ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ, ახლა მძვინვარედ კივილით იცვოდა. ის ხეებისკენ, ჩიტებისკენ, ყველა მდინარისკენ მიბრუნდა და ევედრებოდა მათ, ეჩვენებინათ გზა, რომლითაც მისი ბედისწერა წაიყვანეს. მისი სიყვარული სიტას მიმართ სინაზეს აღარ წარმოადგენდა ის დაუნდობელ, წმინდა მიზანად იქცა სამყაროში ჰარმონიის აღდგენა. რამას მოგზაურობა სიტას შემდეგ მოვალეობის დიდი მსვლელობა იყო. მან ალიანსი შეკრა მაიმუნების ტომთან, გადალახა ქარიშხლიანი ზღვები ლანკამდე მისასვლელად და ჩაერთო ყველაზე სასტიკ ბრძოლაში, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. რამა არა შურის ძიებისთვის, არამედ თარმას აღსადგენად იბრძოდა. საბოლოოდ რავანა დამარცხდა. რამა შევიდა გამოქვაბულში, სადაც მას სიტა, გამხდარი, მაგრამ დაუზიანებელი ელოდა. მის თვალებში აუტანელი სიხარული და ხანგრძლივი განშორების ღრმა ტკივილი იყო. თუმცა მეფის მოვალეობა უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მისი ქმრის სიყვარული. რამამ მისი სიწმინდის უმცირესი ეჩვის მოსაშორებლად, სიტასგან ცეცხლოვანი განსაცდელი მოითხოვა. სიტა სავსე გულით ღირსებითა და წყენით, ცეცხლის მღელვარე, წითელ ალში შევიდა. იმ მომენტში მისი სულიერი ძალა მთელი თავისი სისავსით გამოვლინდა. ცეცხლი, რომელიც ყველა სიცრუეს წვავს, ვერ ბედავდა მის შეხებას. თავად ღმერთმა აგნიმ ცეცხლმა გამოიყვანა იგი ცეცხლიდან, რაც მოწმობდა მის აბსოლუტურ სიწმინდესა და ერთგულებაზე. სიტა ცეცხლიდან ხელუხლებელი, კაშკაშა გამოვიდა, მისი კანი მთვარის შუქივით გრილი და სუფთა იყო. ამ საქციელით მან დაამტკიცა, რომ თარმაზე დაფუძნებული სიყვარული ვერაფერი მიწიერით ვერ შებილწავს. რამა მის მიიღო და ეს არ იყო უბრალოდ შეყვარებულების გაერთიანება, არამედ სულის ტრიუმფი განსაცდელებზე. ისინი აიოთიაში დაბრუნდნენ. მათი მეფობა ოქროს ხანა იყო, სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მოვალეობას და სიყვარულს სამყაროს სრულყოფილი ჰარმონიით მართვა. სიტა და რამა სამუდამოდ დარჩნენ ქორწინების ერთგულებისა და პატივის იდეალად იმის დასტურად, რომ ჭეშმარიტი სიყვარული არ არის ვნება, არამედ წმინდა გზა, რომელიც ერთად გაიარეს გადასახლებაში, ცეცხლსა და სიკვდილში. შაჰ ჯაჰანისა და მუმთაზ მაჰალის ისტორია მიწიერი სიყვარულისა და მწუხარების შემაძრწუნებელი დასტურია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არქიტექტურულ ქმნილებაში, ტაჯ მაჰალში არის განსახიერებული. იმპერიულ ქალაქ აგრაში, სადაც ჰაერის ანელებლების არომატითა და დიდი დაპყრობების ნესტიანი მტვრით იყო გაჟღენთილი, ცხოვრობდა პრინცი ხურრამი, მომავალი შაჰ ჯაჰანი, მსოფლიოს მბრძანებელი. ის იყო გამხდარი და დიდებული, მისი მზერა ისეთივე გამჭოლი იყო, როგორც ხმალი და მასში დიდებულების დინასტიისთვის ღირსეული ამბიცია ითვოდა. ერთ დღეს, ხმაურიან ბაზარში, ბროკადის, აბრეშუმის და ძვირფასი ქვების ბრწყინვალებაში, მან დაინახა იგი. არჯუმანდ ბანუ ვეზირის დის-შვილი, მომავალი მუმთაზ მაჰალი, სასახლის რჩეული. მისი სილამაზე არ იყო დემონსტრაციული, არამედ ღრმა და შინაგანი. მისი თვალები მუქი, როგორც მელანი და ნოტიო, როგორც დილის ნამი, ისეთი სიბრძნითა და სიკეთით იყურებოდა, რომ პრინცის გულში ყველა ამბიცია ჩაქრა და მხოლოდ სიყვარული ისმოდა. ის იყო სინაზის არსი, რომელიც ადამიანის ხორცში იყო განსახიერებული. მათი სიყვარული იმპერიული და მდიდრული იყო. ისინი დაქორწინდნენ და ტახტზე ასვლისთანავე შაჰ ჯაჰანმა ის არა მხოლოდ თავის ცოლად,
არამედ მისი სულის თანამმართველად აქცია. ის იყო მისი მუდმივი ჩრდილის საბჭოში, მისი სიმშვიდე ინტრიგების ქარიშხალში. მათი ცხოვრება დიდი მოგოლების იმპერიის მცხუნვარემზე ჰგავდა. ისინი იზიარებდნენ ყველაზე მდიდრულ ოთახებს, რომლებიც სპარსული ხალიჩებით იყო მოპირკეთებული, უსმენდნენ სიტარის მელოდიებს ბაღებში, სადაც მარმარილოს შადრევნები ღრიალებდნენ და აღფრთოვანებულნი იყვნენ აგრას წითელ კედლებზე ჩამოკიდებული სავსე მთვარით. მუმთაზ მაჰალი შაჰ-ჯაჰანს სამხედრო ლაშქრობებშიც კი ახლდა თან. ის იყო მისი მესაიდუმლე, მისი ნუგეში და მისი ყველაზე მტკიცე საყრდენი. მან მას მრავალი შვილი გაუჩინა და ყოველი ახალი ცხოვრებით მათი სიყვარული ღრმავდებოდა, როგორც შენაკადებით სავსე მდინარე. მათი გრძნობა არ იყო წარმავალი ვნება, არამედ ურყევი, ოქროსფერი ბირთვი, რომელზეც მთელი მისი ძალა იყო დაყრდნობილი. ის არასდროს იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მის მშვიდ, მოწონებულ თვალებში ჩახედვის გარეშე. მათი ბედნიერების ამ წლებში მათ გარშემო არსებული ბუნება თითქოს მათ კეთილდღეობას ასახავდა. ბაღები უფრო ნათლად ყვაოდა და მდინარე იამუნა ნელა და დიდებულად მოედინებოდა, თითქოს მათ კავშირს აკურთხებდა. მაგრამ ცხოვრება, თუნდაც სამეფო ცხოვრება, ბედისწერას ექვემდებარება. 40 წლის ასაკში სამხედრო ბანაკში, კიდევ ერთი მშობიარობის დროს, მუმთაზ მაჰალმა იგრძნო, რომ მისი მიწიერი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა. შაჰ-ჯაჰანი, ძლიერი მმართველი, რომელსაც დედამიწაზე არავის ეშინოდა, მის გვერდით მუხლებზე დაეცა. მისი ბოლო თხოვნა მარადისობის აღთქმა იყო, დამპირდი, უფალო, რომ ჩვენი სიყვარული არასოდეს დაივიწყება. შექმენი ისეთი რამ, რაც მის სილამაზეს და ჩვენს გრძნობებს უკვდავყოფს, ისეთი რამ, რაც დროის აღსასრულამდე გაგრძელდება. მან ბოლოჯერ გაიღიმა ღიმილით სავსე პატიებითა და არა მიწიერი შუქით და მისი სუნთქვა ამ ქვეყნიდან გავიდა. შაჰ-ჯაჰანის მწუხარება საყოველთაო იყო. ამბობენ, რომ ღამით მისი თმა ჭაღარა გახდა და სახე გამომშრალი მიწასავით დანაოჭდა. აღმოსავლეთის ძლიერი ლომი გატეხილ კაცად იქცა. 2 წლის განმავლობაში ის დუმილში იყო გამოკეტილი და იმპერია მწუხარებაში იყო ჩაფლული. თავისი აღთქმის შესასრულებლად, შაჰ-ჯაჰანმა მოიფიქრა ქმნილება, რომელსაც დედამიწაზე ანალოგია არ ჰყავდა. მან შეკრიბა საუკეთესო ხელოსნები და არქიტექტორები ინდოეთიდან, სპარსეთიდან და ოსმალეთის იმპერიიდან. ასე დაიწყო ტაჯ-მაჰალის მშენებლობა სიყვარულის ტაძარი, რომელიც უწმინდესი თეთრი მარმარილოსგან იყო გამოკვეთილი. ის იამუნას ნაპირებზე აღმართულიყო, როგორც ცის გვირგვინიდან ჩამოვარდნილი მარგალიტი. მისი ცრემლის ფორმის გუმბათი, ძვირფასი ქვების ჩასმული თაღები, რომლებიც ყვავილების ნიმუშებით მათი სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობდნენ, მისი 4 სრულყოფილი მინარეთი, რომლებიც ცას სვდებოდა ყველაფერი მწუხარების გაყინული პოეზია იყო. მარილოს ყოველი ფურცელი, კედლებზე არსებული ყოველი კალიგრაფიული ლექსი შაჰ-ჯაჰანის გამოუთქმელი გრძნობების ანარეკლი იყო. ის ტაჯ-მაჰალს თავისი წითელი ციხესიმაგრიდან უყურებდა და წლებმა მისი ძალა გამოფიტა, მაგრამ არა მეხსიერება. შენობა მისი ერთადერთი მუმთაზ მაჰალი იყო, რომლის ნახვაც ყოველდღე შეეძლო. 10 წლეულების შემდეგ შაჰ-ჯაჰანი ჩამოაგდეს და საკუთარ ოთახში დააპატიმრეს. მისი ერთადერთი ნუგეში სარკე იყო, რომელიც მას ტაჯ-მაჰალის დანახვის საშუალებას აძლევდა მისი უკანასკნელი, უდიდესი ნუგეში. ის გარდაიცვალა, თვალები თეთრ, მბზინავ გუმბათზე ჰქონდა მიპყრობილი. მისი ცხედარი მდინარის გადაღმა გადაასვენეს და მუმთაზ მაჰალის გვერდით, მავზოლეუმის გულში დაასვენეს. მათი ისტორია მარადიულად უკდავყოფილია მარმარილოში. ტაჯ-მაჰალი უბრალოდ საფლავზე მეტია, ის ხელშესახები დასტურია იმისა, რომ მიწიერი სიყვარული, ამაღლებული თავის აბსოლუტურ არსამდე, შეუძლია შექმნას უკდავება, რომელიც გაუძლებს დროის გამოცდას და ბრწყინავს ყოველი განთიადისა და ყოველი მთვარის ქვეშ. კრიშნა და რადჰა. სულსა და აბსოლუტს შორის ღვთაებრივი სიყვარულის, სავსე ცეკვით, მუსიკითა და სულიერი ექსტაზით. ვრინდავანის მისტიკურ ჭალაში, სადაც მზე ყოველთვის ოქროსფერია და ჰაერი გამოუთქმელი საიდუმლოებით ვიბრირებს, ცხოვრობდა კრიშნა აბსოლუტის განსახიერება, რომელიც დედამიწაზე ჩამოვიდა. ის უბრალოდ მწყემსზე მეტი იყო, ის თავად სილამაზე და მარადისობა იყო. მისი სხეული ჩექა ქუხილის ან მუქი ლურჯი ლოტოსის ფერი იყო მისი მზერა, ღრმა და ეშმაკური, ყველა სამყაროს სიბრძნეს შეიცავდა. თავზე ფარშავანგის ბუმბული ედო, ტუჩებზე კი ფლეიტა ვენა, რომელიც გულებისა და სულების გასაღები იყო.
როდესაც კრიშნამ ფლეიტა ტუჩებთან მიიტანა, სამყარო გაჩუნდა. მისი მუსიკა უბრალოდ ხმაზე მეტი იყო, ეს სამყაროს ერთიანობისკენ მოწოდება იყო. ის ხორცსა და ძვალზე ღრმად აღწევდა და ყველაზე მიძინებულ სულსაც კი ეხებოდა. მდინარე იამუნამ შეანელა დინება მოსასმენად და ძროხები ნეტარებაში იდგნენ. კრიშნას გარშემო მოცეკვავე გოპებს შორის იყო ერთი, ვისი სიყვარულიც უსაზღვრო, ყველაზე სუფთა და სრულყოფილი იყო. მისი სახელი იყო რადჰა. ის არ იყო უბრალოდ მოკვდავი, ის იყო ხლადინი შაქტი, ღვთის სიამოვნების პირველყოფილი ენერგია, სრულყოფილი სიყვარულის მათურია, რასა განსახიერება. რადჰა წყალზე მთვარის შუქს ჰგავდა, ნაზი, კაშკაშა, თვალები ექსტაზის ცრემლებით ჰქონდა სავსე. მისი გული ფლეიტას ჰგავდა, რომელიც მხოლოდ კრიშნას მელოდიაზე იყო მორგებული. როდესაც მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, ეს იყო სულისა და მისი მარადიული წყაროს გაერთიანება. მათი ურთიერთობა არ იყო ქორწინება, არამედ ტრანსცენდენტული სულიერი კავშირი, რომელიც მიწიერი კავშირებით არ იყო შეზღუდული. კრიშნა იყო ვიშნუ, ხოლო რადჰა ლაქშმი, მაგრამ ლილას მიწიერ თამაშში ისინი მოსიყვარულე მწყემსისა და მწყემსის როლებს ასრულებდნენ, რათა მსოფლიოსთვის ღვთაებრივი განშორებისა და გაერთიანების სიტკბო ეჩვენებინათ. მათი სიყვარული განსახიერებული იყო რასა ლილაში სავსე მთვარის ქვეშ წმინდა ღამის ცეკვაში. კრიშნამ, რომელიც თავის ფლეიტაზე უკრავდა, ჯალაში ყველა გოპი შეკრიბა. მაგრამ თითოეული მათგანისთვის ის გამრავლდა და მისი პირადი ცეკვის პარტნიორი გახდა. ეს სიმბოლურად გამოხატავდა აბსოლუტის ინდივიდუალურ ყოფნას თითოეულ გულში. ცეკვა ნეტარების მორევს წარმოადგენდა. ჰაერი სავსე იყო მუსიკით, ლოტოსებისა და მტვრის სურნელით. მთვარე თითქოს უფრო დაბლა იხრებოდა, რათა ეს სასწაული ენახა. რადჰა ამ ექსტაზის ცენტრში იყო, მისი ცეკვა კი თვითდათმობის ყველაზე სუფთა გამოხატულება იყო. ის ფეხებით არ ცეკვავდა, არამედ სულით აფრინდა და მის ტერფებზე ნაზიზარები სამყაროს ცემის გულთან ერთად რეკავდა. ზოგჯერ კრიშნა ქრებოდა რადჰას მტკივნეულ, მაგრამ წმინდა ლტოლაში ტოვებდა. ეს განშორება ვიპრალამბჰა მათი სიყვარულის ყველაზე ძლიერი საწვავი იყო, რაც ამტკიცებდა, რომ ნამდვილი გრძნობა არ არის ფლობა, არამედ მარადიული ძიება და წყურვილი. რადჰა სხვა სამყაროებისგან განსხვავებით იცნობდა კრიშნას ნამდვილ არსს, მის ღვთაებრიობას. მისი სიყვარული უანგარო იყო, მას არ სურდა მისი საჩუქრები, არამედ მისი ყოფნა. მისი გრძნობა იყო პარამა პრემა, უმაღლესი, უნაკლო სიყვარული, რომელიც არ ეძებს საპასუხო პასუხს, არამედ უბრალოდ არსებობს როგორც სინათლე. მან ყველაფერი შესწირა, თავისი სახელი, მოვალეობა, მიწიერი მიჯაჭვულობა აბსოლუტთან ერთიანობის გულისთვის. როდესაც კრიშნას ვრინდავანას დატოვების და თავისი დიდი სამეფო მოვალეობის შესრულების დრო დადგა, მათი განშორება შხამივით მწარე და ნექტარივით ტკბილი იყო. ის წავიდა მეფე და მეომარი გახდა, მაგრამ მისი გული სამუდამოდ ვრინდავანაში, რადჰას ძირში დარჩა. კრიშნასა და რადჰას ისტორია არა მიწიერი ქორწინებით, არამედ სულიერი კავშირით მთავრდება. ის რჩება ინდივიდუალური სულისჭივას სიმბოლოდ, რომელიც მარადიულად ისწრაფვის ღმერთის ბრაჰმანისკენ. მათი სიყვარული მარადიული თამაშია ლილა, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ამბობენ, რომ დღესაც კი ვრინდავანაში სავსე მთვარის ღამეებში, როდესაც ჰაერი მისტიკური სიგრილით არის სავსე, შეიძლება კრიშნას ფლეიტის ექო ისმოდეს. შემდეგ კი ყველა გული თავად რადჰა, რომელიც ექსტაზში ცეკვავს და საყვარელი ადამიანის სახელს პასუხობს. კრიშნა და რადჰა ორი არ არის, ეს არის ღვთაებრივი სიყვარულის ერთი პრინციპი, რომელშიც სული და აბსოლუტი ერწყმის ერთმანეთს მარადიულ, სრულყოფილ ცეკვაში. ლეილასა და მაჯნუნის ლეგენდა. ეს აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი და ტრაგიკული ისტორიაა, აკვიატებული სიყვარულის ისტორია, რომელიც პოეტს გიჟად აქცევს. ძველ არაბულ მიწებზე, სპილენძის ფერცხელიცის ქვეშ, ერთ ტომში ორი ახალგაზრდა ცხოვრობდა, რომელთა ბედი დიდი, მაგრამ სასტიკივნებით იყო დალუქული. ის იყო კაის იბნ ალ-მულავა, კეთილშობილი წარმოშობის ახალგაზრდა, ლერწამივით გამხდარი და წყაროს ნაკადულივით პოეტური. მისი თვალები ღრმა და ჩაფიქრებული იყო, მათში უკვე იმალებოდა გიჟური ნაპერწკალი. ის იყო ლეილა, რომლის სახელიც ღამეს ნიშნავდა ბნელ და იდუმალ სილამაზეს. მისი კანი სპილოს სულისფერი იყო, თმა კი შავი, როგორც ჩრდილი შუა დღის მზეზე. ის მშვიდი და მოხდენილი იყო, მაგრამ მის მზერაში აღუწერელი, დაფარული სიღრმე იგრძნობოდა.
ისინი ბავშვობაში სკოლაში შეხვდნენ და პირველი შეხვედრიდან მათი სულები ერთ განუყოფელ კვანძად გაერთიანდა. მათი სიყვარული ისეთივე ნაზი იყო, როგორც ფინიკის პალმის პირველი ყლორტები, მაგრამ ის სწრაფად გადაიქცა ცეცხლად, რომელსაც დედამიწაზე ვერაფერი შეიცავდა. ქაისმა ლეილაზე ლექსების წერა დაიწყო, ლექსები იმდენად ლამაზი და გამომჟღავნებელი, რომ უდაბნოში ქარით ვრცელდებოდა. ის მღეროდა მის ფიგურაზე, თვალებზე, სახელზე და ამით მან დაარღვია მომთაბარე სამყაროს ყველა წესი. როდესაც ქაისი ტრადიციის დაცვით ლეილას ხელის სათხოვნელად მივიდა, მისი, როგორც პოეტისა და შეშლილი საყვარლის, სახელი უკვე წინ უსწრებდა. ლეილას მამამ უარი თქვა. მას არ შეეძლო თავისი ქალიშვილი მიეცა კაცისთვის, რომლის სიყვარულიც ასეთი საჯარო და უკონტროლო იყო, კაცისთვის, რომელსაც უკვე მაჯნუნს ეძახდნენ ჯინის მიერ შეპყრობილი, გიჟი. ამ უარმა ქაისის სული დაამსხვრია. სიყვარულმა, რომელსაც ქორწინების სახით ვერ შემოსვა, გონიერების ფარდა მოხსნა. ქაისმა ტანსაცმელი გაიხადა, კონვენციების ჯაჭვები გაწყვიტა და ჩუმ-მცხუნვარე უდაბნოში გაიქცა. ქვიშა და ქარი მისი ერთადერთი თანამგზავრები გახდნენ. ის დიუნებში დახეტიალობდა, როგორც მძინარე ზღვის ტალღები, ცხოველებთან, ფრინველებთან და ჩრდილებთან საუბრობდა. მისი სხეული გამხდარიყო, კანი დამწვარიყო, მაგრამ თვალები უფრო კაშკაშა იყო, ვიდრე ოდესმე, სავსე ღვთაებრივი, განწმენდი სიგიჟით. მაჯნუნისთვის უდაბნო თავშესაფრად, მის მიხრაბად იქცა. ყოველი ქვა, ყოველი მშრალი მდინარის კალაპოტი ლეილას ახსენებდა. ის არ ეძებდა მის ხორცს, არამედ მის არსს წყუროდა. მისი სიყვარული მისტიკურ შერწყმად იქცა, ის ლეილას ყველაფერში ხედავდა, შორეულ ვარსკვლავებში, ხარის მიერ ქვიშაზე და ხატულ ნიმუშებში, გაზელების თვალებში. თუმცა ლეილა კარავში იყო გამოკეტილი, სხვაზე გათხოვილი. მან თავისი მოვალეობა შეასრულა, მაგრამ მისი გული, ორად გაყოფილი, უდაბნოში შეშლილთან დარჩა. მისი დღეები ნაცრისფერი და ჩუმი იყო, მისი გრძნობები კი პატივისა და ოჯახის მძიმე ტვირთის ქვეშ იყო დამარხული. ის ჩუმად იტანჯებოდა, ის კი ხმამაღლა იტანჯებოდა, ლექსში, რომელსაც მთელი არაბეთი ისმენდა. მისი სიყვარული მშვიდი ტანჯვა იყო, მისი კი ხმამაღალი ექსტაზი. ის მისი სულის სარკე იყო, რომელიც მის ფარულ, აკრძალულ ნებას ასახავდა. მაჯნუნი უარს ამბობდა საჭმელსა და წყალზე და ლეილას სახელის ნექტარს ამჯობინებდა. როდესაც ისინი ცდილობდნენ მისთვის რაიმე შეტყობინების გადაცემას, ან უკან დაბრუნებას, ის უფრო ღრმად ქვიშაში გარბოდა. მას არ სურდა მიწიერი ლეილა, მას სურდა ლეილა იდეალი, ლეილა ჭეშმარიტება, ლეილა ღვთაებრივი. ის უდაბნოსთან ერთიანდებოდა, მისი ტირილი ქარში ერეოდა, მისი ნაკვალევი კი დრომ დაჩრდილა. ქორწინების ტყვეობაში მყოფი ლეილა იცოდა, რომ მისი მაჯნუნი ერთადერთი იყო, ვინც ჭეშმარიტად უყვარდა იგი, ყოველგვარი პრეტენზიისა და კონვენციების გარეშე. მათი მიწიერი ტრაგედია განშორებით დასრულდა, რომლის მოგვარებაც მხოლოდ სიკვდილს შეეძლო. როდესაც ლეილა გარდაიცვალა, მაჯნუნმა ეს იგრძნო, ამ ამბის გაგონების გარეშეც კი. ის მის საფლავთან მივიდა. მან ცივ-ქვას ჩაეხუტა და ჩურჩულით უთხრა ლექსები, რომლებიც მისი უკანასკნელი ამოსუნთქვა იყო. ცოტა ხნის შემდეგ მაჯნუნი ლეილას საფლავთან გარდაცვლილი იპოვეს. მისი სხეული გამხდარი იყო, მაგრამ სახეზე ღიმილი შეინარჩუნა მარადიული მშვიდობის ბეჭედი. მათი ისტორია უმაღლესი მისტიკური სიყვარულის სიმბოლოდ იქცა, რომელიც მიწიერ კონვენციებს ეწინააღმდეგება. მაჯნუნი გიჟი, წმინდა შეყვარებული გახდა, რომლის სურვილების სიწმინდემაც მიიყვანა იგი საყვარელ ადამიანთან სრულ კავშირამდე, ჯერ სულიერად, შემდეგ კი ფიზიკურად. მათი საფლავი, ქვიშაში დაკარგული, თაყვანისცემის ადგილად იქცა მათთვის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეძებს, სიყვარულს, რომელიც არ ბატონობს, არამედ აგიჟებს და საბოლოოდ სულს აბსოლუტთან აერთიანებს. და დღემდე, როდესაც უდაბნოზე ღამე ეშვება და დიუნებზე ვარსკვლავები ანათებენ, შეიძლება მაჯნუნის ლექსების გამოძახილის მოსმენა სულის მარადიული სიმღერა, რომელიც თავის ლეილა ღამეს მოუწოდებს. ტრისტანისა და იზოლდას საგა. ეს არის საბედისწერო ჯადოსნური სიყვარულის ისტორია, რომელიც პატივსა და მოვალეობას უგულებელყოფს. კორნუოლის მიწებზე, კლდეებით დაკბილულ და ცივი, ტყვიისფერი ზღვით გარეცხილ მიწებზე, ცხოვრობდა რაინდი ტრისტანი. ის იყო მეფე მარკესის მიშვილი და თავისი დროის ყველაზე მამაცი მეომარი. მისი სხეული მუხასავით ძლიერი იყო, ხოლო მზერა ნათელი და კეთილშობილი,
თუმცა მასში უკვე იგრძნობოდა მელანქოლიური ხასიათი, რომელიც დიდი, გარდაუვალი ბედისწერის წინაშე მყოფებს ახასიათებდათ. ირლანდიელი მეომრის დამარცხების შემდეგ ტრისტანი ირლანდიაში გაგზავნეს დიდი მისიით, მეფე მარკეს, მშვენიერი პრინცესა იზოლდა მშვენიერის ბრძოლად მოყვანა. ირლანდიელი პრინცესა იზოლდა ნისლში მზის სხივს ჰგავდა. მისი თმა ოქროსფერი კასკადის მსგავსი იყო, თვალები კი მდიდრული ზურმუხტისფერი და ფლობდა უძველეს ბალახებსა და წამლებს. იგი სიამაყითა და წყენით იყო სავსე ტრისტანის მიმართ, რომელმაც მოკლა მისი ნათესავი, მაგრამ იძულებული გახდა მოხერხებული ქორწინებისკენ მიემართა. მათი მოგზაურობა ქარიშხლიან, ნაცრისფერ ზღვაზე დაძაბული დუმილითა და ურთიერთმტრობით იყო სავსე. გემზე სასურსათო პროდუქტებს შორის იდგა თასი, რომელიც სავსე იყო მუქი, ფისოვანი სასმელით. ის იზოლდას დედამ მოამზადა, როგორც სიყვარულის წამალი, მარკესა და იზოლდასთვის განკუთვნილი, რათა მათი ქორწინება დაურღვეველი, ჯადოსნური სიყვარულით ყოფილიყო დადასტურებული. იზოლდას მოახლემ, თასების არევისას, ის ტრისტანსა და იზოლდას შესთავაზა. მათ ის ნალექამდე დალიეს მწარე, შემკვრელი ნექტარი, რომელიც მყისიერად წვავდა მათში მოვალეობისა და გონიერების უკანასკნელ ნარჩენებს. როგორც კი მათი ტუჩები შეეხო თასის კიდეს, ისინი ბედისწერის ტყვეობაში ჩავარდნენ. მათი სიძულვილი უკონტროლო, ყოვლის მომცველნებად გადაიქცა. ეს იყო სიყვარულის სასჯელი, სიყვარულის მაგია, რომელიც მათ სულებს უფრო ძლიერად აკავშირებდა, ვიდრე ნებისმიერი აღთქმა ან ჯაჭვი. ცივი ზღვა და მათ გარშემო ნისლი მათი პირველი კოცნის მოწმე იყო ხარბი, სასოწარკვეთილი, სიზღვის მომგვრელი აღთქმები, პატივი და მეფე. ისინი კორნუოლში ჩავიდნენ და იზოლდა მოხუც მეფე მარკეს გაჰყვა ცოლად. თუმცა წამლით გამოწვეული ვნება არასდროს გამქრალა. მათი ცხოვრება საიდუმლო შეხვედრების, ჩურჩულისა და აღმოჩენის მუდმივი შიშის ლაბირინთად იქცა. ისინი ხვდებოდნენ ჩრდილიან ტყეებში, უძველეს კელტურ ქვებს შორის, როდესაც მთვარე ნახევარმთვარისავით თხელი იყო და მხოლოდ ტალღების ხმას შეეძლო მათი აღელვებული გულების ცემა ჩაახშო. ტრისტანი რაინდულ მოვალეობასა და ჯადოსნური სიყვარულის ძალას შორის გახლეჩილი, აუტანლად იტანჯებოდა. მან უღალატა მეფეს, ბიძას, ფარველს, მაგრამ ვერ უღალატა მის სისხლს აკონტროლებდა მოჯადოებას. იზოლდა ტახტზე ასული დედოფალი და გულის სიღრმეში მონა, მუდმივ დანაშაულისა და ნეტარების მდგომარეობაში ცხოვრობდა. მისი სახით თეთრი და ლამაზი, ნიღაბად იქცა, რომელიც მძვინვარე ცეცხლს მალავდა. საბოლოოდ მათი აკრძალული კავშირი აღმოაჩინეს. ტრისტანი კორნუოლიდან გადაასახლეს და ბრეტანში გაიქცა. ის იძულებული გახდა სხვა იზოლდაზე თეთხელა იზოლდა დაქორწინებულიყო, რათა სულში ტკივილი დაემალა, მაგრამ მისი გული ცარიელი დარჩა, სამუდამოდ კორნუოლელ იზოლდას ეკუთვნოდა. ერთ ბრძოლაში ტრისტანმა სასიკვდილო, განუკურნებელი ჭრილობა მიიღო. ის მომაკვდავი იყო და მისი ერთადერთი ხსნა მისი თეთხელა იზოლდას ცოდნასა და ხელში იყო. მან ერთგული მსახური გაგზავნა მის მოსაყვანად და დაავალა, თეთრი იალქანი აეწია, თუ იზოლდა დათანხმდებოდა მოსვლას, ხოლო შავი იალქანი, თუ ის უარს იტყოდა. მსახური დიდხანს მიცურავდა. ამასობაში ეჭვიანი მეორე იზოლდა ზღვას უყურებდა. როდესაც ჰორიზონტზე ლამაზი იზოლდას გადამყვანი გემი გამოჩნდა, მან თეთრი იალქანი აეწია ხსნისა და მარადიული სიყვარულის ნიშანი. მაგრამ მწარე ეჭვიანობამ მეორე იზოლდა დააბრმავა. ის მომაკვდავ ტრისტანს მიუახლოვდა და ჩურჩულით უთხრა, გემი დაბრუნდა. მაგრამ მისი იალქანი შავია. ჭრილობით გატანჯული და ამ ტყუილით გატეხილი ტრისტანი ბედისწერის საბოლოო დარტყმას ვერ გაუძლო. მისმა სულმა სხეული დატოვა მანამ, სანამ ის საყვარელი ადამიანის თმის სურნელს შეისუნთქავდა. ერთი წამის შემდეგ ოთახში მშვენიერი იზოლდა შემოვარდა. მან დაინახა მისი მკვდარი, ფერმკრთალი სახე. მისი ტკივილის ტირილი ზამთრის ქარიშხალივით მძვინვარე იყო. მან მოიცვა მისი ცივი და უსიცოცხლო სხეული და მისი გული მწუხარებითა და მაგიით აფეთქდა. ის მის გვერდით გარდაიცვალა, მის მკერდზე და მათი ორი გული, ჯადოსნური წამლით შეკრული, საბოლოოდ გაერთიან და საბოლოო, მარადიულ განსასვენებელში. ისინი გვერდ დაკრძალეს. ამბობენ, რომ მათი საფლავებიდან ორი ერთმანეთში გადახლართული ბუჩქი ვარდი და ვაზი გაიზარდა განუყოფელ კვანძად, რაც სიმბოლოა სიყვარულისა, რომელიც აღემატება აღთქმებს, სიკვდილს და მოტყუებას.
შექსპირის რომეო და ჯულიეტას მოთხრობა სუფთა, ახალგაზრდული სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ტრაგიკულად განადგურდა ბრმა ოჯახური შუღლით. ულამაზეს ვერონაში, სადაც მზე უძველეს ქვებს ეფერებოდა და ჰაერი ყვავილოვანი ციტრუსის სურნელით იყო სავსე, არა მხოლოდ ბრწყინვალება, არამედ მწარე, საუკუნოვანი შუღლით სუფევდა. ორი ძლიერი ოჯახი, მონტეგები და კაპულეტები ქალაქს ორად იყოფდნენ, მაგრამ მათი სისხლის იძულებით იყო მოწამლული, რაც მათ ქუჩის ჩხუბს ყოველდღიურ, სასტიკ რიტუალად აქცევდა. ამ ატმოსფეროში, სადაც ყოველი სიტყვა מחული იყო, ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც განწირულნი იყვნენ ამ ბნელი მემკვიდრეობის მსხვერპლი გამხდარიყვნენ. ის იყო რომეო მონტეგი, ახალგაზრდა, მელანქოლიური, ყორნისფერ-შავი კულულებით და გამოუთქმელი, პოეტური ლტოლვით სავსე თვალებით. ის სიყვარულს სიზმრებში ეძებდა, მაგრამ ნამდვილი ვნება მისგან მაინც დაფარული იყო. ის იყო ჯულიეტა კაპულეტი 15 წლის, დილის ნამივით სუფთა, ნაზი, მოუმწიფებელი სახით და ბუნებრივი მადლით სავსე პოზით. მისი სული სიყვარულისთვის მზად იყო, როგორც გასაშლელი ვარდის კვირტი. ისინი კაპულეტების სახლში მდიდრულ მასკარადულ ბალზე შეხვდნენ. დარბაზები ოქროთი და ჩირაღდნებით ბრწყინავდნენ, მუსიკა კი ხმამაღალი და მათრობელა იყო. რომეო, რომელიც ფარულად შევიდა მტრის ნადინზე, დაინახა იგი. როგორც კი მისი მზერა შეეხო, სამყარო გაიყინა. მისი ყველა წინა სევდა დილის ნისლივით გაქრა. მან მასში დაინახა არა მხოლოდ გოგონა, არამედ ზეციური ბრწყინვალება, სიბნელე შეანათებული ჩირაღდანი. ისინი ერთმანეთს მიუახლოვდნენ, მათი ხელები ერთმანეთს შეხვდნენ პირველი, მორცხვი შეხება, რომელმაც მათი ბედი დაადასტურა. მათი სიტყვები ოსტატური და მეტაფორებით სავსე, უკვე ღვთაებრივი ფიცით ჟღერდა. მათი პირველი კოცნა, რომელიც ნიღბების უკნიდან მოიპარეს, ცხელი და კანკალებდა, როგორც ნაპერწკალი დენდზე. მან მათში ცეცხლი აანთო, რომლის ჩაქრობაც ვერც ვერონას ყველა წყალს და ვერც მათი ოჯახების სიძულვილს არ შეეძლო. მათი ყველაზე წმინდა შეხვედრა სამხრეთული ღამის ხავერდის ქვეშ, კაპულეტების ჩრდილიან ბაღში შედგა. მთვარე სავსე და მშვიდი, მათი ერთადერთი მოწმე იყო. ჯულიეტა ქვის აივანზე გავიდა, მისი თეთრი კაბა სიბნელეში ბრწყინავდა, მისი ხმა ზარივით ნაზი, სავსე სასოწარკვეთილებითა და იმედით. ოჰ, რომეო, რატომ ხარ რომეო? ჩურჩულით თქვა მან, სიბნელესა და ქარს მიმართა. ჟასმინისა და კვიპაროსების ჩრდილში მდგომმა რომეომ მას ცეცხლოვანი აღთქმით უპასუხა. მათ გათენებამდე გაცვალეს აღთქმა. მათი სიყვარული მთისნაკადულივით სწრაფი და ლოცვასავით სუფთა იყო. მათ უარყვეს თავიანთი სახელები, ოჯახური წყევლა, მხოლოდ სიყვარულის სახელი იცოდნენ. მეორე დღეს, ფარულად და ნაჩქარევად, ისინი კეთილი მამა ლავრენტის საკანში დაქორწინდნენ. მათი საქორწინო ბეჭდები მათი სულები იყო და ერთადერთი კურთხევა, მათი იმედი. მაგრამ ბედმა მათ მოსვენება არ მისცა. მოედანზე ჩხუბმა, რომეოს ხელით ნათესავების სიკვდილმა, გადასახლებამ ძალადობის ქარბუქმა მათ 7 ბედნიერებისგან გამოგლიჯა. რომეო ვერონას მოწყვიტეს, ჯულიეტა კი ოჯახური ინტრიგების ტყვედ დარჩა, იძულებული გახდა ახალი ქორწინება. საძულველი ქორწინებისგან თავის დაღწევის სასოწარკვეთილ მცდელობაში, ჯულიეტამ მიიღო წამალი, რომელიც სიკვდილის მსგავს წილს ანიჭებდა. მისი მშვენიერი სხეულის სამარხში გამოწყობილი კაპულეტების საძვალეში გადაასვენეს, ცივ მარმარილოსა და ჩუმძლებს შორის. თუმცა ხრიკების შესახებ რომეომდე ვერაფერი გაიგო. მას მხოლოდ საყვარელი ადამიანის სიკვდილის შესახებ შეატყობინეს. მწუხარებით შეძრწუნებული, ვერონაში დაბრუნდა. ყველაზე ბნელ გამთენიისა სიჩუმეში, ის საძვალეში შევიდა. მან დაინახა იგი, როგორც ყოველთვის ლამაზი, ყვავილებსა და სანთლებს შორის მწოლიარე. მან აკოცა მის ტუჩებს, ყინულივით ცივი და დალია თავისი შხამის სწრაფი, მოწყალე დავიწყება. ჯულიეტა გაიღვიძა, როდესაც რომეოს უკანასკნელი სუნთქვა ჯერ კიდევ ჰაერში ეკიდა. მან დაინახა მისი მკვდარი სახე, მისი თბილი ტუჩები, სიკვდილით მოწამლული. მიხვდა, რომ მის გარეშე ცხოვრება მარადიული ტანჯვა იქნებოდა, აიღო მისი ხანჯალი და გულში ჩაარჩო. ამგვარად იმ ცივ მარმარილოს საწოლში ისინი სამუდამოდ გაერთიანდნენ. მათი სიკვდილით დასრულდა მათი მტრობა. შვილების სხეულების გამო მწუხარებით გატეხილი მამები ერთმანეთს ხელი გაუწოდეს.
მათი ახალგაზრდა სუფთა, მაგრამ ტრაგიკული სიყვარული სამუდამოდ დარჩა ვერონას მეხსიერებაში სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეუძლია ბრმა სიძულვილს გაანადგუროს დედამიწაზე ყველაზე ლამაზი რამ. ბეატრიჩე და დანტე ამაღლებული სულიერი სიყვარული, რომელმაც შთააგონა ღვთაებრივი კომედია. ფლორენციის მღელვარე ქალაქში, რომელიც ვნებითა და პოლიტიკით იყო სავსე, სადაც ყოველი ქვა შუა საუკუნეების ისტორიით სუნთქავდა, ცხოვრობდა ახალგაზრდა კაცი, სახელად დანტე ალიგიერი. ის ნიჭიერი, ამაყი და ღრმად ჩაფიქრებული იყო. მისი მზერა, როგორც წესი, მკაცრი და გამჭოლი, უსაზღვრო შინაგან სამყაროს მალავდა. ის მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც პირველად ნახა ბეატრიჩე პორტინარი. ის სიწმინდის განსახიერება იყო, ჩაცმული მოკრძალებულ, კეთილშობილურ სამოსში, რბილი, მდუმარე სისხლის ფერით. მისი სახე უმანკო და კაშკაშა იყო, ხოლო მისი ტოპაზისფერი თვალები მშვიდი, ბავშვური სიბრძნით იყურებოდა. ეს არ იყო მხოლოდ შეხვედრა, არამედ ხილვა. როგორც კი მათი მზერა შეხვდა ერთმანეთს, დანტეს სული სამუდამოდ გაიღვიძა უმაღლესი, სულიერი სილამაზის შეგნებით. ეს იყო სიყვარული, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა, რათა მისთვის გზა ეჩვენებინა. მათი ურთიერთობა წმინდად სიმბოლური, პლატონური დარჩა. ისინი იშვიათად საუბრობდნენ, ფლორენციის ქუჩებში მხოლოდ წარმავალ მოკითხვებს ცვლიდნენ, მაგრამ დანტესთვის მისი თითოეული გამოჩენა ახალი, წმინდა გამოცხადება იყო. 9 წლის შემდეგ ის კვლავ ნახა ბეატრიჩე, რომელიც ახლა უკვე თვინიერებითა და სინათლით გამოსხივებული გოგონა იყო, მის გვერდით გაიარა და მადლიანი მოკითხვა გადასცა. ამ საჩუქარმა მისმა მზერამ და სიტყვამ მისი სული ისეთი ნეტარებით აავსო, რომ ტრანსში ჩავარდა, ვერ შეძლო ასეთი სიწმინდის შეკავება. დანტემ მასზე ლექსების წერა დაიწყო არა მიწიერ ვნებაზე, არამედ ღვთაებრივ ძალაზე, რომელიც მას სრულყოფილებისკენ მიუძღვებოდა. ბეატრიჩე მისი ერთადერთი მუზა, მისი მფარველი ანგელოზი, მისი თეოლოგია გახდა. ის შორიდან სცემდა თაყვანს მას და მისი ხატება წმენდა მის აზრებს ამოვებისა და ცოდვისგან. ფლორენციის ბუნება ასახავდა მის გრძნობებს, კაშკაშა, დილის სხივები სიმბოლურად გამოხატავდა მის სიწმინდეს, ხოლო ძველი პალატების ქვეშ არსებული ღრმა ჩრდილები მის საკუთარ მიწიერ, ცოდვილ ბუნებას. მხოლოდ 24 წლის ასაკში ბეატრიჩე გარდაიცვალა. ბეატრიჩეს სიკვდილი დანტესთვის არა მხოლოდ პირადი ტრაგედია იყო, არამედ საყოველთაო ტრაგედია. ის ღრმა მწუხარებაში ჩაეფლო, რამაც, თუმცა არ გატეხა, არამედ შეცვალა. მან გააცნობიერა, რომ მისი მიწიერი სიკვდილი მხოლოდ ამაღლება იყო. ბეატრიჩე ახლა იქ იყო, სადაც ყველა სათნოსული მიისწრაფვის ემპირიულში, ზეციურ ვარდში. ამ მომენტიდან ბეატრიჩეს ხატი განუყოფელი გახდა ქრისტესა და ღვთაებრივი სიბრძნის ხატისგან. მან დაიფიცა, რომ მასზე ისეთ რამეს დაწერდა, რაც ქალზე არასდროს დაწერილა. წლების შემდეგ, ფლორენციიდან გადასახლებისა და ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ, დანტემ დაიწყო თავისი დიდი ნაშრომი, ღვთაებრივი კომედია. ამ ეპოსში ბეატრიჩე მისი მეგზური გახდა. ის მას განსაწმენდელის მწვერვალზე ხვდება, სადაც ის მიწიერი ვნებებისგან იწმინდება. ის ცვლის ვირგილიუს მიწიერ გონებას და 69 ზეციურ სფეროში მიჰყავს. მისი გარეგნობა სულ უფრო კაშკაშა ხდება, როდესაც ისინი ადიან, მისი თვალები ტყუპი ვარსკვლავებივით ხდება და მისი ღიმილი იმდენად კაშკაშაა, რომ დანტე ვერ ბედავს მის შეხედვას. ის მას სიბრძნეს ანიჭებს, სამყაროს საიდუმლოებებსა და ანგელოზთა იერარქიას უხსნის. მისი სიყვარული მისი კომპასი და ძალა იყო. მან აჩვენა, რომ ცხოვრების აზრი არა მიწიერ სამფლობელოებში, არამედ სულიერ სრულყოფილებასა და ერთიანი, გაუგებარი სინათლისკენ სწრაფვაშია. დანტესა და ბეატრიჩეს ისტორია არ არის იმის ისტორია, რაც იყო, არამედ იმის, რაც უნდა იყოს. ეს არის პლატონური სიყვარულის აბსოლუტური ტრიუმფი, რომელიც მიწიერ ფორმას იყენებს თავისი ღვთაებრივი არსის მისაღწევად. დანტემ დაასრულა თავისი შემოქმედება და გახდა შუა საუკუნეების წამყვანი პოეტი, ხოლო ბეატრიჩე მისი მარადიული, უკვდავი იდეალი. დღესაც კი, როდესაც მზეგოთურ ვიტრაჟებში იფილტრება, იგრძნობა იმ სინათლის გამოძახილი, რომელსაც ბეატრიჩე დანტესთვის ასხივებდა სიყვარულის სინათლე, რომელიც ადამიანის სულს ღმერთთან მიჰყავს. ორლეანის ჰერცოგი და მისი მეუღლე ნამდვილი სასიყვარულო წერილები, რომლებიც ფრანგული ლიტერატურის ძვირფას ქვად იქცა. მე-15 საუკუნე საფრანგეთში სასტიკი ბრძოლების, ინტრიგებისა და დაურილი სისხლის დრო იყო.
ამ ეპოქის მწვერვალზე იდგა ორლეანის ჰერცოგი შარლი სისხლის პრინცი, დაბადებით პოეტი და აუცილებლობით მეომარი. ის დახვეწილი იყო, მელანქოლიური, მაგრამ ამავდროულად გამჭოლი მზერით იყო შეპყრობილი და მისი გული მუსიკას ემორჩილებოდა და არა ფოლადის შეჯახებას. აზენკური საბედისწერო დღეს, როდესაც ინგლისური ისრები ფრანგულ რაინდობას სიტყვასავით ასხამდნენ, შარლი დაეცა. ის თქვეთ ჩავარდა და ინგლისში წაიყვანეს, სადაც 25 წელი გაატარა სამშობლოსგან, ოჯახისგან და მზისგან მოშორებით. დაბრუნებისას მისი პირველი ცოლი უკვე გარდაცვლილი იყო და ის აზრის თყვეთ იქცა, რომლის ერთადერთი იარაღი და ნუგეში ტყვეობაში დაწერილი ლექსები იყო. საფრანგეთში დაბრუნებული, ახლა უკვე ბრძენი და დროისა და მწუხარების მიერ დატანილი, შარლი დაქორწინდა მარი კლეველზე, ახალგაზრდა და კეთილშობილ პრინცესაზე, რომელიც თითქმის 30 წლით უმცროსი იყო. მარია გაზაფხულის განსახიერება იყო, მოხდენილი სპილოსფრისფერი კანითა და სიცოცხლის იმედით სავსე თვალებით. ეს კავშირი მოხერხებულობის საკითხი იყო, მაგრამ ის სიყვარულისა და სინაზის ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ ისტორიად იქცა. ჩარლზი მასში არა მხოლოდ ცოლს, არამედ მისი პოეზიის აღორძინებას ხედავდა. ის მისი უკანასკნელი მუზა, მისი მიწიერი მზე გახდა. მარი პატივს სცემდა მის კეთილშობილებას და მისი სულის სიღრმეს და მის პოეტურ სინაზეს გულწრფელი სითბოთი პასუხობდა. მათი ბედნიერება ხანმოკლე იყო, როგორც ზაფხულის დღე. სამსახურებრივი მოვალეობებისა და პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ჩარლზი ხშირად იძულებული იყო ცოლი მიეტოვებინა, მიემგზავრებოდა თავის სამფლობელოებში ან დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე. ეს განშორებები, რომლებიც უმეტესობისთვის თვირთი იქნებოდა, ჩარლზისა და მერისთვის მათი უდიდესი მემკვიდრეობის შექმნის საბაბი გახდა წერილები, რომლებიც ნაზ მხატვრულ ბალადებს ჰგავდა. ცივციხესიმაგრეში მჯდომმა ჩარლზმა მას მისწერა: ჩემო ერთადერთო სინათლე, ჩემო ერთადერთო ქალბატონო. მე შენგან იმდენად შორს ვარ, რომ შენზე ფიქრიც კი არ მენატრება, როგორც დაკარგული რაინდი. შენ ხარ ჩემი გულის ბაღები, რომლებიც მზის გარეშე დავტოვე. მერიმ უპასუხა იმავე ელეგანტური მეტაფორების ენით: ჩემო უფალო, შენ მთელი სამყარო თან წაიღე. აქ ზამთარია, ჩიტებიც კი არ მღერიან, რადგან მათი სიმღერები შენს ფლეიტაზე რჩება. ჩემი სული შენს დაბრუნებას ელის, როგორც მშრალი მიწა გაზაფხულის პირველ ნამს. მათი სიყვარული მელნითა და პერგამენტით იყო სავსე. მაცნეს მიერ მიტანილი თითოეული გრაგნილი თბილი შეხება იყო, ხელშესახები დასტური იმისა, რომ ისინი ერთმანეთს ეკუთვნოდნენ, მანძილის მიუხედავად. თავის ლექსებში ჩარლზი ხშირად მიმართავდა ბუნებას, როგორც თავისი გრძნობების ანარეკლს. ქარი მისი კვნესა იყო, გაზაფხულის წვიმა მისი წრემლები, ხოლო აყვავებული კუნელი მისი იმედის სწრაფი შეხვედრისა. ეს იყო სიყვარული, რომელიც მოვალეობითა და მანძილით იყო დახვეწილი. ის არ იყო ვნებიანი და ქარიშხლიანი, როგორც ტრისტანის შემთხვევაში, არამედ ნაზი, სექსუალური და ღრმა, რომელიც დაფუძნებული იყო მგრძნობელობისა და ხელოვნების ურთიერთპატივისცემაზე. მათ აღზარდეს მომავალი მეფე, მაგრამ მათი უდიდესი მიღწევა იყო ნაზი სიტყვების ეს ნაკადი, რომელმაც გააძლიერა მათი ქორწინება და გაანათა მათი მარტოობა. მათი მიწიერი ისტორია მშვიდი, კეთილშობილური კავშირით დასრულდა. კლიველი მარი მისი ერთგული მეგობარი და მუზა სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. და მიუხედავად იმისა, რომ მათმა წერილებმა და ლექსებმა ომი არ გამოიწვია და სიკვდილი არ მოითხოვა, მათ უფრო მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს, რომ ყველაზე ნამდვილი და ყველაზე გამძლე სიყვარული შეიძლება გამოიხატოს ყველაზე ნაზ, პოეტურ ენაზე და რომ სიტყვებით შემოსილ სულს შეუძლია წლების განმავლობაში განშორებისა და მარტოობის დაძლევა. მათი ნაზი მიმოწერა ფრანგული ლიტერატურის მარგალიტად იქცა სიყვარულის დასტური, რომელსაც უკვდავებისთვის არც მაგია და არც ტრაგედია არ სჭირდებოდა. ჟუინგტაისა და ლიანგ შანბოს ლეგენდა ჩინეთის 4 დიდი ხალხური ზღაპრიდან ერთ-ერთია. ეს არის მსხვერპლშეწირული, პლატონური სიყვარულის ისტორია, რომელიც ეწინააღმდეგება სოციალურ კონვენციებს და მეტამორფოზის შესახებ, რომელიც შეყვარებულებს მარადისობას ანიჭებს. ძველ ჩინეთში, სადაც ტრადიციები ქვასავით მკაცრი იყო და ქალებისგან დუმილისა და მორჩილების მოლოდინი იყო მოსალოდნელი, ცხოვრობდა ჟუინგტაი. ის მდიდარი დიდებულის ქალიშვილი იყო, მაგრამ მისი სული არ აბრეშუმსა და ოქროს, არამედ ცოდნას ესწრაფოდა. ჟუინგტაი მოხდენილი და ჭკვიანი იყო, მისი ნეფრიტის მსგავსი თვალები მეამბოხე, ცოცხალი ცნობის მოყვარეობით ბრწყინავდა.
მან კანონი დაარღვია მამაკაცად შენიღბვით, რათა ესწავლა ჰანჯოუში, დასავლეთ ტბის მახლობლად მდებარე შორეულ აკადემიაში სიმშვიდისა და უძველესი სილამაზის სიმბოლო. იქ ჩრდილიან პავილიონებში დააყვავებულ ატმის ხეებს შორის ის შეხვდა ლიანგ შანბოს. ის იყო კეთილშობილი, მაგრამ ღარიბი ახალგაზრდა, ღია, პატიოსანის სახით და სიკეთითა და მონდომებით სავსე-გულით. ისინი განუყრელი მეგობრები გახდნენ, მათი გონება ცოდნას იზიარებდა, მათი სულები კი ღრმანდობას. ლიანგ შანბო, ამხანაგის მიმართ პატივისცემით დაბრმავებულმა, ვერ შეამჩნია ჟუინგტაის ფარული ქალურობა. მათ 3 წელი გაატარეს ერთად და სულიერ ნათესაობაზე დაფუძნებული ეს სიახლოვე ღრმა, პლატონურ სიყვარულში გადაიზარდა. ლიანგ შანბო აფასებდა ინტელექტს, სიბრძნესა და სინაზეს, რომელიც, მისი აზრით, მის მეგობარს ეკუთვნოდა. როდესაც ჟუინგტაის სახლში დაბრუნების დრო დადგა, მან სცადა მისთვის სიმართლის გამხელა, მიმართავდა დახვეწილ მინიშნებებსა და პოეტურ შედარებებს. მან თავი შეადარა მანდარინის იხვების წყვილს, ქორწინების სიმბოლო და შესთავაზა, რომ მისი და ანუ საკუთარი თავი მასთან შეეწყვიტა. მაგრამ ლიანგ შანბო, ზედმეტად პირდაპირი და გულუბრყვილო, ვერ გაიგო. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც სიმართლე ჯექა ქუხილივით გაუელვა, ის შუს სახლში გაიქცა. მან დაინახა იგი აბრეშუმის სამოსში, მთვარის ყვავილივით ლამაზი. იმ მომენტში ვნებამ და რეალიზებამ აუტანელი ძალით აავსო იგი. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჟუინგტაის მამამ, მკაცრმა და დომინანტმა, უარყო საწყალი ლიანგი. მისთვის ქალიშვილის ბედნიერება არაფერი იყო სოციალურ სტატუსთან და სიმდიდრესთან შედარებით. ჟუინგტაი უკვე დანიშნული იყო მდიდარი ვაჭრის შვილზე, ძლიერი და საიმედო კლანის წევრზე. სოციალურმა ბარიერმა, რომლის გადალახვაც მათ ვერ შეძლეს, მათი კავშირი დაანგრია. სულისა და სინათლისგან დაცლილი ლიანგ შანბო დაიმსხვრა. მისი მწუხარება ჩუმი, მაგრამ ყოვლის მომცველი იყო. ის მელანქოლიითა და სევდით დაავადდა და მალე გარდაიცვალა ჟუინგტაის სახელით ტუჩებზე. მისი უკანასკნელი სურვილი იყო, დაკრძალულიყო იმ გზაზე, რომლითაც მისი საყვარელი ადამიანის საქორწილო პროცესია გაივლიდა. ქორწილის დღე დადგა. ჟუინგტაი საქორწილო სამოსში გამოწყობილი, ფერმკრთალი და უმოძრაო იყო, როგორც მარმარილოს ქანდაკება. სიხარული მის გულში ჩამკვდარიყო. როდესაც პროცესია დასავლეთის ტბის გადაჰყურებელ მაღალ გორაკს მიაღწია, მან მატარებლები აიძულა, ლიანგ შანბოს მარტო სულ საფლავთან გაჩერებულიყვნენ. ის სედანის სკამიდან გადმოვიდა, მისი საქორწილო კაბა მზეზე ბრწყინავდა. საფლავის წინ მუხლებზე დაეცა, მისი ტირილი დახეული აბრეშუმივით ხმამაღლა ისმოდა. თუ მართლა გიყვარდი, მათ ჩვენე ნიშანი. იყვირა მან. შემდეგ ცა დაბნელდა ელვა დაეცა და ლიანგ შანბოს საფლავი ღრმა, ხმამაღალი ხმით გაიხსნა. უყო ყმანო ჟუინგტაიმ, თავისი აღთქმის ერთგულმა, თავი ღია საფლავში ჩააგდო. როდესაც ღრიალი ჩაცხრა და ცა ისევ მოიწმინდა, საფლავი ისევ დაიხურა. შემდეგ კი მოხდა სასწაული, მათი სუფთა, არა მიწიერი სიყვარულის ღირსი, მიწიდან 2 ლამაზი, დიდი პეპელა ამოვიდა. მათი ფრთები გაზაფხულის ყვავილებივით კაშკაშა, ჰაერში ერთმანეთში გადახლართული იყო მარადიულ, მოხდენილ ცეკვაში. ისინი წრეს ავლებდნენ საფლავის ზემოთ, მწვანე მინდვრებზე, ნაცნობ დასავლეთის ტბაზე, აღარ იცოდნენ არც კლანური დაპირისპირება და არც სოციალური ჯაჭვები. ლიანგ შანბომ და ჟუინგტაიმ საბოლოოდ იპოვეს ერთიანობა არა მიწიერ ქორწინებაში, არამედ სუფთა, ეთერულ მეტამორფოზაში. მათი ისტორია სამუდამოდ გახდა სულიერი სიყვარულის გამარჯვების სიმბოლო მსოფლიოს სასტიკ კონვენციებზე იმის დასტური, რომ ჭეშმარიტ სულს, რომელსაც არ შეუძლია დედამიწაზე სიმშვიდის პოვნა, შეუძლია მისი პოვნა მარადიულ, თავისუფალ ფრენაში. და დღემდე, როდესაც პეპლები აღმოსავლეთის ქარში ცეკვავენ, ხალხი ამბობს, რომ ესენი არიან ლიანგისა და ჟუს სულები, რომლებიც ხარობენ თავიანთი მარადიული, განუყოფელი თავისუფლებით. იაპონური ისტორია ორიხიმესა და ჰიკობოშის შესახებ. ვარსკვლავების მოყვარულები, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხვდებიან ტანაბატას ფესტივალზე. მსოფლიოზე მაღლა ზეციური სამეფოს მდუმარე, სუფთა სივრცეში ცხოვრობდა ზეციური მბრძანებელი ტენკო. მას ჰყავდა ქალიშვილი, ორიხიმე ქსოვის პრინცესა. ორიხიმე ყველაზე გამოცდილი მქსოველი იყო. მისი თითები ბამბუკის ღეროებივით მოხდენილი და მსუბუქი იყო, ხოლო მისი დაზგა ირმის ნახტომის კიდეზე იდგა.
ის ღმერთებისთვის მბზინავი ღრუბლების სამოს ქსოვდა და ვარსკვლავების შუქის სუნთქვას ავითნას ქსოვილებს. მისი სილამაზე ზამთრის თოვლივით სუფთა იყო, გული კი კეთილი და შრომის მოყვარე. მაგრამ მის აბრეშუმის ძაფებში მარტოობა ჟღერდა. ერთ დღეს, როდესაც ორიხიმემ ამოიოხრა და აიხედა, დაინახა იგი ჰიკობოში ვარსკვლავების მწყემსი. ის ცხოვრობდა ზეციური მდინარის ირმის ნახტომის მეორე ნაპირზე და თავის ვარსკვლავურ მხეცებს დაუსრულებელ საძოვრებზე მწყემსავდა. ჰიკობოში ახალგაზრდა და დიდებული იყო, სამურაის ხმალივით, მისი მზერა გულწრფელი და ღია იყო, სავსე მშვიდი ძალით. მისი სული მარტივი და ერთგული იყო და ის ოცნებობდა იმ სილამაზეზე, რომელსაც ყოველდღიურ საზრუნავში ვერ პოულობდა. მათი შეხვედრა ისეთივე კაშკაშა იყო, როგორც კომეტის ციმციმი. ისინი შეუყვარდათ ძალას, რომელიც აღემატებოდა ზეციური სამეფოს კანონებს. ორიხიმე მიატოვა თავისი დაზგა და ვარსკვლავების შუქის ძაფები ჩახლართული და დახეული გახდა. ჰიკობოშიმ დაივიწყა თავისი ვარსკვლავური მხეცები და ვარსკვლავური მხეცები, რომლებიც მიმოფანტეს ზეციურ ველებზე, დაკარგეს თავიანთი წესრიგი. ისინი დღეებსა და ღამეებს ერთად ატარებდნენ, მათი სიცილი ბროლის ჩხაკუნს ჰგავდა, მათი სიყვარული კი შუადღის მზესავით ცხელი. მაგრამ ზეციურმა ხელმწიფემ განრისხებულმა ქაოსით, რომელიც მათმა ვნებამ მოუტანა ზეციური წესრიგს, გადაწყვიტა მათი დასჯა. მან აიღო თავისი ხმალი და მათ შორის ფართო, მბზინავი უფსკრული გაავლეს ირმის ნახტომი. ორიხიმე მდინარის ერთ ნაპირზე გადაასახლეს, ხოლო ჰიკობოში მეორეზე. ისინი ერთმანეთს ხედავდნენ, მათი ლურჯი ვარსკვლავები დაუსრულებელ ტოლვაში ანათებდნენ, მაგრამ ერთმანეთს ვერ აღწევდნენ. ორიხიმეს მწუხარება იმდენად ღრმა და უნუგეშო იყო, რომ მან ქსოვა შეწყვიტა და მხოლოდ ტიროდა. მისი ცრემლები ციურ მდინარეზე დაეცა, რამაც ის ბუშტუკებად და ქაფად აქცია. თავისი ქალიშვილის აუტანელი ტანჯვის დანახვისას, ტენკო დარბილდა. მან მათთვის შეხვედრის დღე დანიშნა მთვარის კალენდრის მიხედვით მე-7 თვის მე-7 ღამე. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, ზეციური მდინარე ძალიან ფართო იყო. შემდეგ კაჭკაჭებისა და ყვავების გუნდები, რომლებიც დაკარგული სიყვარულის სიწმინდით იყვნენ შეხებულნი, ცის ყველა კუთხიდან მოფრინდნენ. მათ ფრთები ერთმანეთში გადახლართეს და ვარსკვლავებით მოჭედილ ნაკადულზე კაშკაშა, ცოცხალი ხიდი შექმნეს. ამრიგად, მხოლოდ წელიწადში ერთხელ, თუ ღამე ნათელია და წვიმა არ არის, ორიხიმეს და ჰიკობოშის შეუძლიათ ხიდის გადაკვეთა და ძვირფასი მომენტების ერთად გატარება. ეს დღე დედამიწაზე ტანაბატას ფესტივალად იქცა. იაპონიაში ჰაერი ბამბუკის სურნელით არის გაჟღენთილი, რომელიც ფერადი ქაღალდის ზოლებით ტანზაკო არის მორთული. ამ ზოლებზე ადამიანები წერენ თავიანთ ყველაზე ღრმა სურვილებს, თხოვნებს უნარების, ბედნიერების და, რა თქმა უნდა, მარადიული სიყვარულის შესახებ. ამ ღამეს ბუნება აკურთხებს შეყვარებულებს, ბამბუკის ფოთლები რბილად შრიალებს, თითქოს მათ სახელებს ჩურჩულებენ და ღამისცა უფრო ახლოს და თბილად გამოიყურება. მათი შეხვედრა ხან მოკლეა, როგორც ამოსუნთქვა, მაგრამ სავსეა ნეტარებითა და სინაზით, რომელიც მათ სულებს მთელი წლის განშორების განმავლობაში უნდა კვებავდეს. თუ იმ ღამეს წვიმს, ეს ორიხიმეს ცრემლებია, რომელმაც ვერ შეძლო ზეციური მდინარის ადიდებული გადაკვეთა. ხალხი თვლის, რომ კაჭკაჭებმა ქალიშვილის გამო ხიდის აშენება ვერ შეძლეს. მაგრამ მწარე წვიმაც კი არ აუქმებს მათ მარადიული მეტს. რადგან მათი ისტორია მუდმივი შეხსენებაა იმისა, რომ ნამდვილი სიყვარული არ ქრება, მაშინაც კი, როდესაც ისინი გამოყოფილია ციური უფსკრულით და წლების ლოდინით. ის მოითხოვს მსხვერპლს და მოთმინებას, მაგრამ სანაცვლოდ ის აჯილდოებს სუფთა, კაშკაშა მომენტს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მშვიდი, ვარსკვლავებით მოჭედილი ლტოვის ღირსია. მათი ვარსკვლავური შუქები ვეგა და ალტაირი ღამის ცაზე ანათებენ და ყველას ახსენებენ, რომ მოვალეობა და სიყვარული შეიძლება თან არსებობდნენ, მაშინაც კი, თუ მათ შეხვედრას მარადისობა დასჭირდება. პრინცესა კაგუიას ლეგენდა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე საყვარელი იაპონური ზღაპარია. ეს არის ზეციური სილამაზის, არამიწიერი და მის მიერ დატოვებული მწარე სევდის ისტორია. ძველ დროში, იაპონიაში, სადაც ჰაერი ნესტიანი ხავსისა და საკმევლის სურნელით იყო გაჟღენთილი, ცხოვრობდა მოხუცი ხის მჭრელი, სახელად ტაკეტორი ნოოკინა. ის იყო მარტივი და კეთილი, ხელები უხეშად და გამოცდილი, მაგრამ გული შთამომავლობას ნატრობდა. ერთ დღეს, როდესაც შევიდა მკვრივ ბამბუკის ბაღში, სადაც ღეროები აბრეშუმის დროშებივით შრიალებდნენ, მან დაინახა განსაკუთრებული, მბზინავი ღერო.
ის ასხივებდა რბილ ოქროსფერ შუქს, რომელიც აღწევდა მკვრივ ფოთლებში. მისი მოჭრის შემდეგ ოკინამ შიგნით აღმოაჩინა პაწაცინა, არამიწიერი არსება გოგონა, რომელიც თითზე მაღალი არ იყო და მარგალიტივით ბრწყინავდა. ოკინამ და მისმა მეუღლემ ეს სასწაული მიიღეს, როგორც ზეციური საჩუქარი. მათ მას კაგუია ჰიმე მბზინავი ღამის პრინცესად დაარქვეს. იმ დღიდან მათ სახლზე კურთხევა გადმოვიდა. როდესაც ოკინამ ბამბუკი დაჭრა, მასში ოქროს მონეტები იპოვა და ოჯახი გამდიდრდა, მაგრამ მათმა სიმდიდრემ მათი სიწმინდე ვერ შეცვალა. კაგუია ძალიან გაიზარდა და მალე ისეთი სილამაზის გოგონა გახდა, რომ მთელი მსოფლიო მის გამოჩენაზე გაშეშდა. კაგუია დედამიწაზე არც ერთ სხვა ქალს არ ჰგავდა. მისი კანი ისეთივე გამჭვირვალე იყო, როგორც საუკეთესო აბრეშუმი, გრძელი და ყორნისფერი თმა, ხოლო შემოდგომის წყლის ფერის თვალები სევდიანი და შორეული იყო. მისგან რბილი ვერცხლისფერი ნათება გამოდიოდა, რომელიც სავსე მთვარესავით ანათებდა სახლს. მისი სილამაზე იმდენად დიდი იყო, რომ მთელი დიდებულების ყურადღება მიიპყრო. ქვეყნის 5-მა ყველაზე ცნობილმა და მდიდარმა მთავარმა ოკინას სახლი ალყაში მოაქცია და ხელი სთხოვა. არა ამ ქვეყნიური სიბრძნით სავსე კაგუია მათ არ სძულდა, მაგრამ ვერც მიიღებდა. მან მათ შეუძლებელი დავალებები მისცა, ინდოეთიდან ბუდას თასის, მითიური კუნძულ ჰორაიდან ოქროსა და ვერცხლის ნაყოფით სავსე ტოტის და სხვა მიუწვდომელი საგანძურის მოპოვება. მათი ვნება მისი ზეციური სიწმინდის გაუვალ კედელს შეეჯახა. მათ დამცირება და დამარცხება განიცადეს, რადგან მიწიერი წყურვილი მთვარის შუქს ვერ აღწევდა. საბოლოოდ, თავად იმპერატორმა გაიგო მისი საოცარი სილამაზის შესახებ. ის მასთან სიამაყის გარეშე მივიდა, დაინახა მისი ბრწყინვალება და მაშინვე შეუყვარდა. იმპერატორმა არ მოითხოვა, არამედ თაყვანი სცა. კაგუია შეძრა მისმა სიკეთემ და გულწრფელობამ. მას არ შეეძლო მის მეგობრობაზე უარის თქმა, მაგრამ უარი თქვა მის ხელზე და აუხსნა, რომ ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა. ის სასახლეში მოჩვენებავით ცხოვრობდა, მისი სევდა სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. ყოველი სავსე მთვარე აუტანელ სევდას იწვევდა. ის ცას უყურებდა, ცრემლები მის ლამაზ ლოყებზე ჩამოსდიოდა, ქსოვილს მჟავასავით წვავდა. ოკინამ და მისმა ცოლმა, მისი სევდით შეშინებულმა, მიხვდნენ, რომ მათი ძვირფასი საჩუქარი თავის წყაროსთან დასაბრუნებლად ემზადებოდა. მერვე თვის შუა რიცხვებში, როდესაც მთვარე ყველაზე სავსე და დიდებული იყო, კაგუიამ თავის მშვილებელ მშობლებს გამოუცხადა, დამშვიდობების დრო იყო. ის მთვარიდან ჩამოვიდა და ზეციური სამეფო მას ამალას უგზავნიდა. ოკინამ წინააღმდეგობის გაწევა სცა და მცველები გამოიძახა, მაგრამ ვერც მიწიერმა იარაღმა და ვერც კედლებმა ვერ გაუძლეს ზეციური ნების ბრწყინვალებას. ცა გაიხსნა. ზეციდან ჩამოვიდა ღრუბელი, არა მიწიერი საკმევლის სურნელით. მისგან გამოვიდა მთვარის ნიმფების ამალა, რომელთა სამოსი თეთრი შუქით ბრწყინავდა. მათ ბუმბულის მანტია ეჭირათ, რომელიც კაგუიაზე დადების შემთხვევაში მას დედამიწაზე მომხდარ ყველაფერს დაავიწყებდა. წასვლამდე კაგუია მოხუცი მშობლები ჩაიხუტა და მათთან ერთად ტიროდა, ეს იყო ერთადერთი ადამიანური ტკივილი, რომლის მიცემაც მან საკუთარ თავს დაუშვეს. მან იმპერატორს ბოლო წერილი მისწერა, რომელშიც უკვდავების ელექსირი დაურთო, რომლის მიცემაც მას ასე სურდა. როდესაც მთვარის ფარდა შეეხო, მისი მიწიერი მწუხარება გაქრა. ის ღრუბელზე ავიდა და მთვარეზე წავიდა, მისი ბრწყინვალება ღამის ცაზე გაქრა. ოკინა და მისი ცოლი სრულიად მარტო დარჩნენ, გაუგნებულნი სიჩუმითა და მწუხარებით, მიუხედავად მათი ოქროსა. იმპერატორმა წერილისა და ელექსირის მიღების შემდეგ უკვდავებაზე უარი თქვა. კაგუია სინათლის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა. მან წერილი და ელექსირი სურუგას პროვინციის უმაღლეს მთაზე დაწვა შეუკვეთა. ცეცხლიდან კვამლიცას ავიდა და მთას ფუჯისანი უკვდავების მთად დაარქვეს. ამგვარად ზეციური ქალწული წავიდა და ორი დიდი საჩუქარი დატოვა, მარადიული, გამჭოლი მწუხარება და დიდებული, მბზინავი მთა, რომელიც დღემდე ახსენებს ადამიანებს, რომ ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე არამიწიერი სილამაზე არ შეიძლება დედამიწას ეკუთვნოდეს და რომ სრულყოფილების სიყვარული ყოველთვის კეთილშობილური, გარდაუვალი დანაკარგით მთავრდება. პოპოკატეპეტლისა და იცტასციუატლის ლეგენდა კოლუმბამდელი მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიაა, რომელიც მოგვითხრობს ტრაგიკულ სიყვარულზე, რომელიც დიდებულ ვულკანებში აუკვდავ ყოფილი.
ძლიერ და უძველეს აცტეკების იმპერიაში, სადაც მზე სასტიკი ღვთაება იყო და მექსიკის ველი მაგიითა და ოქროთი იყო გაჟღენთილი, ცხოვრობდა იცტასიუატლი, ყვავილების პრინცესა, დიდი ტლატოანის ქალიშვილი. ის მაგნოლიის ფურცლის მსგავსად ნაზი იყო, მისი კანი სინათლის ფერის გაპრიალებული იასპის იყო, ხოლო მისი გრძელი შავით მაღამის ნაკადულს ჰგავდა. მისი თვალები მთის ტბასავით ღრმა, სულის მშვიდ, მაგრამ ურყევ ძალას მალავდა. პოპოკატეპეტლმა იმპერიის ყველაზე მამაცმა და ძლიერმა მეომარმა მისი გული დაიპყრო. ის მაღალი და ძლიერი იყო, როგორც უძველესი მუხა, მისი სახე მკაცრი იყო, მაგრამ მისი მზერა, რომელიც ზემოთ იყო მიმართული პრინცესასადმი სუფთა, ყოვლისმომცველი სიყვარულით იწვოდა. მათი სიყვარული საიდუმლო იყო, წყალი და ცეცხლი, სინაზე და ძალა. საკმევლისა და აყვავებული ორქიდეების სურნელში მათ ერთმანეთს აღთქმა გაცვალეს და ბაზალტისავით მტკიცე ერთგულება აღუთქვეს. დიდმა ტლატოანმა მათი გრძნობების სიძლიერის აღიარებით ქორწინებაზე დათანხმდა, მაგრამ პირობა დააკისრა. პოპოკატეპეტლი არმიას იმპერიის მტრების წინააღმდეგ ხანგრძლივ გადამწყვეტ ბრძოლაში უნდა წაეყვანა და გამარჯვებული დაბრუნებულიყო. მტრის ლიდერის თავი დაებრუნებინა. პოპოკატეპეტლი წავიდა ბუმბულითა და ტყავის ჯავშანში გამოწყობილი, გული კი მოვალეობისა და ლტოლვისგან ჰქონდა დაფლეთილი. იცტასიუატლი ელოდა მას, მისი დღეები შუადღის ჩრდილებივით გრძელი იყო, ღამეები კი შფოთვითა და ღმერთებისადმი ლოცვებით სავსე. მაგრამ ეჩვიანობა ბალახში დამალული გველივით კიდევ ერთი მეომრის გულში ბინადრობდა, რომელსაც ძალაუფლება და პრინცესა სურდა. როდესაც პოპოკატეპეტლის გამარჯვების ამბავი ქალაქს მიაღწია, შურით დაბრმავებულმა ამ მეომარმა ბოროტი ტყუილი გაავრცელა, პოპოკატეპეტლი ბრძოლის ველზე დაეცა. საბედისწერო ამბის გაგების შემდეგ იცტასიუატლი დუმდა. მისმა ნაზმა გულმა ვერ გაუძლო ამ ყალბი ბედისწერის დარტყმას. ის დაეცა, მთვარის ქვასავით ფერმკრთალი და მისმა სულმა სუფთა აუტანელ მწუხარებაში დატოვა სხეული. რამდენიმე დღის შემდეგ პოპოკატეპეტლი ტრიუმფალურად დაბრუნდა დედაქალაქში. მისი ნაბიჯები მსუბუქი იყო, მისი მზერა გამარჯვებით ბრწყინავდა, მაგრამ მისი სიხარული სიკვდილისთვის იყო განწირული. მან თავისი პრინცესა მკვდარი იპოვა. მან ჩაეხუტა მის ცივ სხეულს და მისი მწუხარება იმდენად ღრმა გახდა, რომ მიწისძვრის ძალას ეჯიბრებოდა. მთელი მისი სამხედრო მამაცობა, მისი ძალა და დიდება უსარგებლო იყო ამ უაზრო დანაკარგის წინაშე. მას არ შეეძლო მის გარეშე ცხოვრება. მისი სიყვარულის ფიცი მარადისობას მოითხოვდა. პოპოკატეპეტლმა უარი თქვა ძალაუფლებასა და პატივს. მან აიღო საყვარელი ადამიანის ცხედარი და, როგორც გაგიჟებული ტიტანი, წაიყვანა იგი ყალბი ქალაქიდან. ის ჩრდილოეთისკენ გაემართა, სანამ არ მიაღწია უმაღლეს მთებს, სადაც ჰაერი ყინულივით სუფთა და სადაც ვერავინ ბედავდა მათი სიმშვიდის დარღვევას. ამ უმაღლეს პლატოზე მან მისთვის ააგო ქვის და მარადიული თოვლის გიგანტური ბორცვი. მან მისი ცხედარი მწვერვალზე დაასვენა იცტასიუატლი, თეთრი ქალი, მძინარე ქალღმერთივით განისვენებს, მისი სახის ნაკვთები მძინარე ქალის კონტურებს იმეორებდა. შემდეგ პოპოკატეპეტლი მის წინაშე დაიჩოქა. აიღო მარადიული ალის მქონე ჩირაღდანი და დაიფიცა, რომ მის სიმშვიდეს დაიცავდა დროის აღსასრულამდე. და ღმერთებმა, მათი მსხვერპლშეწირვის სიდიადითა და გრძნობების სიწმინდით შეძრწუნებულებმა, ისინი მთებად აქციეს. დღეს იცტასიუატლი მძინარე, თოვლით დაფარული მთაა, უმოძრაო და ჩუმი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სიმშვიდეს და მარადიულ ქალურობას. და პოპოკატეპეტლი ძლევამოსილი, ცოცხალი ვულკანია, რომელიც მის გვერდით იჩოქებს. მისი მწვერვალი ღრუბლებში აღწევს და მისი გული ვულკანი პერიოდულად გამოყოფს კვამლის ღრუბლებს. ეს კვამლი არ არის რისხვა, არამედ პოპოკატეპეტლის ცხელი, მარადიული ამოსუნთქვა, რომელიც სიყვარულის ცეცხლით იწვის და თავისი პრინცესას ძილს იცავს. მათი სხეულები ქვაში გაყინული მარადიული მოწმობა ხეობაში მცხოვრები ყველასთვის. ნამდვილი სიყვარული არასდროს კვდება, ის უბრალოდ იცვლის ფორმას, რათა სამუდამოდ ერთმანეთის გვერდით იდგეს და ძლიერ, ურღვევ ქვაში მწუხარება და მოვალეობა ატაროს. ანაჰიტასა და მითრას სპარსული ისტორია. ეს არის წყლისა და სინათლის, მამაკაცური და ქალური პრინციპების კავშირი. არიას უძველეს ცაზე, სადაც ვარსკვლავები ჭეშმარიტების ცეცხლით იწვოდნენ და ქარები შორეული სანელებლების სურნელს ატარებდნენ, მითრა ცხოვრობდა სინათლის, ხელშეკრულებისა და სამართლიანობის უძილო ღმერთი.
მისი სხეული ოქროს ჯავშანში იყო შემოსილი და მისი მზერა შუადღის მზესავით, ტყუილისა და მოტყუების სიბნელეს ჭრიდა. ის იყო წესრიგისა და მართალთა ბაგეებით წარმოთქმული ფიცის მარადიული ფხიზელი მცველი. მისი ეტლი დაუღალავად გარბოდა ცის სარდაფში და მისი თითოეული სხივი მტკიცე, ურღვევი კანონი იყო. მაგრამ მისი სიდიადე მარტოსული იყო. მისი ბრწყინვალება ვერ შობდა სიცოცხლეს იმის გარეშე, ვინც ფორმას აძლევს და თესლს კვებავს. არსებობის მეორე კიდეზე, სადაც ციური ოკეანე ყველა მიწიერი წყლის წყაროს ერწყმოდა, ცხოვრობდა არდვისურა ანაჰიტა წყლების ქალბატონი, სიწმინდისა და ნაყოფიერების წყარო. მისი სილამაზე ნოტიო და კაშკაშა იყო, როგორც სარკე მთვარის შუქზე. მისი გრძელი თმა მდინარის ტალახისა და მარგალიტის ფერი ჩანჩქერებივით ცვიოდა, ხოლო მისი სამოსი თოვლივით თეთრი ქაფისგან იყო ნაქსოვი. ის სიცოცხლის ნიჭს ატარებდა, ასუფთავებდა სპერმას, აავსებდა მკერდს რძით, ძალას ანიჭებდა მშობიარე ქალებს და მცენარეებს მზისკენ სწრაფვას აიძულებდა. როდესაც ის მოძრაობდა, წყლები მღეროდა და მის გარშემო ჰაერი გრილი და სიცოცხლის მომცემი ხდებოდა. მაგრამ მისი ნიჭები სითბოსა და სინათლის გარეშე ვერ აღმოცენდებოდა. მათი კავშირი არ იყვავნება როგორც მოკვდავებში, არამედ უდიდესი კოსმიური კონტრაქტი მითრა, რომელიც დადებული იყო სიცოცხლის შექმნისა და შენარჩუნების სახელით. მითრა ცაზე მარადიული მოძრაობისას ანაჰიტას შეხვდა იმ ადგილას, სადაც სუფთა სინათლე ტენიანობის სარკეს შეეხო. ეს იყო ყველაზე დიდებული და მშვიდი შეხვედრა. მითრას ოქროსფერი სხივი ზეციურ მდინარის ვერცხლისფერ ზედაპირს აჭერდა. სინათლე წყალს ენერგიას, სითბოსა და ფორმას აძლევდა, წყალი კი სინათლეს ირეკლავდა, რაც მას რბილს, კურთხეულს და დედამიწისთვის მისაწვდომს ხდიდა. მათი გრძნობები ნაზი და ორმხრივად აუცილებელი იყო. მითრათა ყვანს სცემდა მის სიწმინდეს ანაჰიტა ნიშნავს უმანკო, ხოლო ანაჰიტა ადიდებდა მის სინათლეს, როგორც მისი შემოქმედების ენერგიის ერთადერთ წყაროს. დედამიწაზე მათი ღვთაებრივი ურთიერთქმედება შემოქმედების ყოველ წამს გამოიხატებოდა. როდესაც მითრა ელბურზის მთებს მაღლა ავიდა, მისი პირველი ოქროსფერი სხივები დაეცა მდინარეებზე, ზღვებსა და ნამისწვეთებზე, რომლებიც ანაჰიტას სხეულს ქმნიდნენ. ტენიანობა აორთქლდა, ცაში ავიდა, რათა კვლავ გაჯერებულიყო მისი სინათლით, ქმნიდა მარადიულ, სიცოცხლის მომცემი ციკლს. სპარსეთის წმინდა მდინარეები, რომლებიც რწყავდნენ მშრალ მიწას, მისი საჩუქარი იყო, კურთხეული მისი ძალით. მათმა ინტიმურმა, სულიერმა კავშირმა მოსავალი, ჯანმრთელობა და ნაყოფიერება მოუტანა. ტაძრებში მათ ერთად სცემდნენ თაყვანს. ცეცხლი მითრა იცვოდა სუფთა წყლის ტბორებთან ანაჰიტა, რაც სიმბოლურად გამოხატავდა იმას, რომ ნამდვილი ჰარმონია მიიღწევა მხოლოდ ამ ორი დიდი პრინციპის შეერთებით. ანაჰიტა და მითრა აგრძელებენ მარადიულ სიფხიზლეს. ისინი ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული ტრაგიკული ბედით, არამედ დაკავშირებული არიან სრულყოფილი მოვალეობით. მითრა თავისი 1000 თვალით აკვირდება დედამიწას, იცავს წყალზე დადებულ ყველა აღთქმას, ანაჰიტა კი უზრუნველყოფს, რომ ეს წყალი სუფთა და კურთხეული დარჩეს. მათი ისტორია დაკარგული სიყვარულის ისტორია არ არის, არამედ სრულყოფილი ბალანსის ჰიმნი. ეს იმის დასტურია, რომ ქალური და მამაკაცური პრინციპები, წყალი და სინათლე, აბსოლუტურ ჰარმონიაში უნდა მუშაობდნენ, რათა მსოფლიოს მისცენ სიცოცხლე, წესრიგი და მარადიული იმედი, რომელიც მათი ურღვევი, წმინდა კონტრაქტიდან მომდინარეობს. მაიას ლეგენდა მზისა და მთვარის შესახებ. ისინი ერთმანეთს უყვართ, მაგრამ მხოლოდ გამთენიისას და შებინდებისას ხვდებიან ერთმანეთს. იმ შორეულ დროში, როდესაც მაიას სამყარო ახლა იწყებდა მეოთხე დიდ მოძრაობას და ღმერთები ჯერ კიდევ დადიოდნენ დედამიწაზე, დაიბადნენ ისინი, კინიჩაჰაუ მზე და იქსჩელი მთვარე. კინიჩაჰაუ იყო სიცოცხლის მომცემი ალი, მისი მზერა სითბოსა და ძალას ატარებდა, მისი სხეული ბრწყინავდა როგორც გაპრიალებული ოქრო. ის იყო სინათლის მეომარი, სასტიკი და დაუოკებელი, რომლის მოძრაობებიც განსაზღვრავდა დედამიწაზე მთელი სიცოცხლის ბედს. იქსჩელი მისი სრული საპირისპირო იყო, 7 იდუმალი, მისი სახე მარგალიტებივით ფერმკრთალი, მისი მზერა ტენიანი და ბრძენი, როგორც სამკურნალო წყაროს წყალი. ის იყო შექმნის ბედია, მედიცინის, ქსოვის და ნაყოფიერების ქალღმერთი, რომლის ძალა გამოიხატებოდა მოქცევისა და ქალის ციკლის მშვიდ, მაგრამ ძლიერ რიტმში. ისინი შეუყვარდათ მძაფრ, ყოვლის მომცველნებას, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ შეეძლო სამყაროს შთანთქმა.
მათი სიყვარული ცეცხლისა და წყლის, აბსოლუტური სინათლისა და გაუგებარი სიგნალის კავშირი იყო. მათ ველურ, ახალგაზრდულ ბედნიერებაში მათ დაივიწყეს თავიანთი მოვალეობა შექმნილი სამყაროს წინაშე. კინიჩა ჰაუ ძალიან ინტენსიურად და ძალიან დიდხანს იცვოდა, წვავდა მოსავალს, იქს-ჩელი კი ძალიან ხშირად იმალებოდა მასთან და დედამიწა ქაოსში იძირებოდა ღამისა და დღის მონაცვლეობის გარეშე. დროის უძველესი ღმერთები ჰუეჰუეტეოტლი განრისხდნენ. მათ მიხვდნენ, რომ ასეთი ძლიერი სიყვარული არ შეიძლებოდა ყოფილიყო მუდმივი, რადგან ის არღვევდა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მყიფე ჰარმონიას. მათ ბედისწერა დაადგინეს, სამუდამოდ გაეყარათ კინიჩა ჰაუ და იქს-ჩელი. მათ ისინი ციური ბორბლის საპირისპირო მხარეს მიაჯაჭვეს და აუკრძალეს ცენტრალური სივრცის დღის ზენიტისა და ღამის სიღრმის გადაკვეთა. ამიერიდან კინიჩა ჰაუმ დაიწყო თავისი მარადიული მოგზაურობა ცხელ-ცის ფერცაზე. ის მარტო იცვოდა მისი სიტყვა, მისი მარტოობა, ხოლო სინათლე მისი გარდაუვალი ლტოლვა. იქს-ჩელმა ღამის ხავერდოვანში მშვიდი, ვერცხლისფერი მოგზაურობა დაიწყო. ის მამაკაცების სიზმრებს აკვირდებოდა და მათ მწუხარებას ანუგეშებდა, მაგრამ საკუთარი მწუხარება გამოუთქმელი იყო, რაც მისი სახის თვალებად ფაზებში აისახებოდა. ისინი ერთმანეთს დროის უფსკრულში უყურებდნენ, გრძნობდნენ საყვარელი ადამიანის ყოფნას, მაგრამ ვერ ეხებოდნენ. დღე მათი მოწმე იყო, დღისით ჯუნგლები ოქროსფერი, მამაკაცური ცეცხლით იყო გაჟრენთილი, ღამით კი ვერცხლისფერი, ქალური სიმშვიდით იყო გარეცხილი. მაგრამ ღმერთები სრულიად სასტიკები არ იყვნენ. მათ ორი წმინდა შეხვედრის წერტილი დაუტოვეს სამყაროს კიდეები, სადაც დღე ღამედ იქცევა და ღამე დღეს. ეს არის გარიჟრაჟი და მზის ჩასვლა მაიას სამყაროს ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე მოკლე მომენტები. მზის ჩასვლისას, როდესაც კინიჩა ჰაუს ცეცხლოვანი დისკი ჰორიზონტისკენ ეშვება, ის ცას მძვინვარე ჟოლოსფერ და ოქროსფერ ფერში ხატავს მისი ვნების ბოლო, სასოწარკვეთილი ამოსუნთქვა. ამ მომენტში, იქს-ჩელი ვერცხლისფერი მოჩვენების მსგავსად აღმოსავლეთში სუსტად ჩნდება მის მზერასულების წარმავალი შეხება სამყაროების საზღვარზე. გათენებისას, როდესაც კინიჩა ჰაუ დგება მოგზაურობის დასაწყებად, ის იბანავებს რბილ, გრილ ლურჯ ფერს, რომელიც იქს-ჩელმა მასთან მშვიდობების კოცნით დაუტოვა. მისი თხელი ფერმკრთალი ნახევარმთვარე ჯერ კიდევ ჩანს დასავლეთში და უყურებს, როგორ შემოდის მისი საყვარელი თავის კაშკაშა მარტოობაში. ოქროსფერ ვარდისფერი შუქით სავსე ეს მომენტები ერთადერთი დროა, როდესაც მათი ენერგიები ერთიანდება განადგურების გარეშე და დედამიწას გარდამავალი სილამაზით ასაჩუქრებს. კინიჩა ჰაუსა და იქს-ჩელის ისტორია მაიასთვის გაკვეთილად იქცა, დიდი სიყვარული მოვალეობითა და დროით უნდა შეარბილოს. ის არ შეიძლება იყოს მუდმივი და ყოვლის მომცველი, არამედ უნდა აღიაროს კოსმიური წესრიგი. ისინი სამუდამოდ დაშორდნენ, მაგრამ მათი სიყვარული არ მომკვდარა. ის გახდა სამყაროს რიტმი, დღის შუქი, რომელიც ენერგიას მოაქვს და ღამის სიჩუმე, რომელიც სიმშვიდეს ანიჭებს. და დღემდე, როდესაც მზე უძველესი პირამიდების ნანგრევებს თავისი უკანასკნელი, გამოსამშვიდობებელი შუქით ხატავს და ჯუნგლებზე წვრილი მთვარე უკვე ამოდის, ხალხმა იცის, ესენი არიან ვარსკვლავთ მოყვარეები, რომლებიც დროისა და სამყაროს კიდეზე მარადიულ, თუმცა ხან მოკლე კოცნას ცვლიან. ნიამე და ასაზე. აფრიკული ისტორია ცის ღმერთსა და მის მიწიერ მეუღლეზე. უძველეს დროში, როდესაც ნიამე დედამიწასთან იმდენად ახლოს იყო, რომ მისი ხელით შეხება შეიძლებოდა, ცხოვრობდა ნიამე დიდი ცის ღმერთი, ყველაფრის შემოქმედი. ის უხილავი იყო, მაგრამ ყოვლის მომცველი. მისი ყოფნა იყო სუფთა მცხუნვარე შუქი, ხოლო მისი ხმა ჩექა ქუხილი, მართალი ძალა. ის იყო სულის არსი, უნებელი, დიდებული ძალა, რომელიც წვიმას აძლევდა და დროის ციკლებს მართავდა. მაგრამ ძალიან სუფთა და ძალიან შორეული, ნიამე თავს მარტოსულად გრძნობდა თავის მშვიდ, ლურჯ სამყაროში. მას არ ჰქონდა ხელშესახები, თბილი რეაქცია მის უსაზღვრო, მაგრამ ცივ ძალაზე. დედამიწაზე, უძველესი ბაობაბების ჩრდილში, სადაც წითელი, ნოყიერი ნიადაგი სიცოცხლეს აძლევდა, ცხოვრობდა ასაზე დედამიწისა და ნაყოფიერების სული. ასაზე თბილი და გულუხვი იყო, მისი კანი სველი თიხისა და დარიჩინისფერი იყო, მისი თვალები მუქი და ღრმა, როგორც კლდეების ქვეშ წყაროები. ის იყო მატერია, სამყაროს ხორცი, თესლის მატარებელი და წინაპრების აკვანი. მისი სიცილი ბალახის შრიალი იყო, ხოლო მოძრაობა ჯუნგლების ნელი, აუჩქარებელი ზრდა.
ის ჩუმად შრომობდა, მაგრამ აღიარებას და დიდ სიყვარულს ნატრობდა, რომელსაც შეეძლო მისი ჩუმი მსხვერპლის გაგება. ნიამე, რომელიც ქვემოთ იყურებოდა, ვერ აშორებდა ყურადღებას მწვანე, ნაყოფიერ ასაზეს. მან გაუგზავნა მას თავისი წვიმა არა მხოლოდ ტენიანობა, არამედ მისი გრძნობების ვერცხლისფერი ნაკადი. მისი წრემლები და მისი კურთხევა დაეცა მასზე, რეცხავდა და ანაყოფიერებდა. ასაზე მიიღო მისი საჩუქრები გამოუთქმელი, მორჩილი სიხარულით. მან შეიწოვა მისი სინათლე და ტენიანობა, სანაცვლოდ კი მას დაუბრუნა ბალახების სურნელი, გაცხელებული ნიადაგის სითბო და მისი ყვავილების მწვანე ბრწყინვალება. ეს იყო ყველაზე უძველესი და წმინდა კავშირი, ნიამე მიმცემი, ასაზე მიმღები. მათი ურთიერთქმედება თავად სიცოცხლე იყო. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ძალიან უყურადღებოები და ამაყები გახდნენ, დაიწყეს ნაგვის სრულად საზე და მისი თხრილები უგულებელყოს სიახლოვის საჩუქარი. ადამიანური უმადურობით დამწუხრებულმა და შეურაცხყოფილმა ნიამემ წასვლა გადაწყვიტა. ის მაღლა ავიდა ცაში და გაწყვიტა კავშირი მასსა და დედამიწას შორის. განშორება მწარე იყო. ასაზე თავს განადგურებულად გრძნობდა, რადგან დაკარგა საყვარელი ადამიანის უშუალო სითბო. დედამიწა გაშრა და გამაგრდა და ადამიანებმა პირველად განიცადა სირთულეები. თუმცა წასვლის შემდეგ ნიამემ არ დაივიწყა საყვარელი. მან დაამყარა რიტმი, ის მას თავის სიყვარულს მზის, ჯექა ქუხილისა და წვიმის მეშვეობით აძლევდა მისი მოვალეობის მიხედვით განსაზღვრული ციკლებით. ახლა ნიამე ზემოთ რჩება როგორც სული, ხოლო ასაზე ქვემოთ როგორც სხეული. ისინი დაშორებულები არიან, მაგრამ მათი კავშირი სრულყოფილ ბალანსად იქცა მამაკაცური და ქალური პრინციპების სიმბოლოდ. როდესაც ნიამე თავის მრისხანებას ჯექა ქუხილს აგზავნის, ასაზე იღებს მას, ამშვიდებს მას ნაზი მწვანე მასალით. როდესაც ნიამე სითბოს მზეს აძლევს, ასაზე ინარჩუნებს მას, საჭიროებისამებრ ათავისუფლებს მას მზარდი ფესვებისთვის. მათი სიყვარული წვიმის შემდეგ აღმოცენებულ ყოველ თესლში, სუფთა წყლის ყოველ ყლუპსა და დედამიწის ყოველ თბილ, ნაყოფიერ სუნთქვაში ცოცხლობს. მათი ისტორია გვასწავლის, ყველაზე ძლიერი, ღვთაებრივი სიყვარული მუდმივი ყოფნა კი არა, მარადიული, ჰარმონიული გაცვლა, რომელიც სამყაროში სიცოცხლეს ინარჩუნებს.